დღემდე იწერება ის, რომ აი ამან ისევე მოიმატა. რეალურად მოიმატა კი არა, მე-7 კლასში რაც ვიყავი, ის წონა ვარ ახლა. ჭარბი წონა ვინ დაადგინა, მე დაადგინეს მე-20 საუკუნეში, რომ თურმე ეს არის ჭარბი წონა, ეს კარგია, ეს არ ვარგა. ჭარბი წონიანების მიმართ აგრესიას ისევე ბარიატრია და წონაში დაკლებული ადამიანები თესავენ. იცი რა გზავნიდი იყო ესა? ნინო ბედნიერია, მაგრამ ბარბარას ფსიქოლოგი დაჭირდა. შენ რო რაღაცა გინდა და არ ჭამ, შეიძლება იმდენი რაღაცა სხვა ჭამო, რომ იმის დეფიციტი შეივსო, რომ ჯობი ადგე და ის შეჭამო. შემოწმება ჭირდება ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულს. იცოდნენ რისკები, წლებით დაჭირდებოდა ამ მედიკამენტის ორგანიზმიდან გამოსვლას, რომელიც წონის მატებას გამოიწვევდა. თუ ყიდულობდით საცხობში თონე იყო პურს და დღის მანძილზე იქ იყო ჩემი საჭმელი. გარეგნული ნიშნები არასოდეს პირდაპირ არასახავს ჩვენ შინაგან მდგომარეობას. ზუსტად. პირველად იყო სიტყვა და არა ადამიანის ვიზუალი. რატომ დაგჭირდა ფსიქოლოგი? არც ერთ ინტერვიუში არ მithქვამს, მაგრამ გემრიელი ჭამაო აღარ გამოზდითო ბარიატრიის შემდეგო. შენთან როგორ არის გამავალ? სხვისთვის ყოფილიყავი შესამჩნევი, აი ეს მინდოდა ყოველთვის და ახლა უკვე საერთოდ აღარ მაინტერესებს მომჩნევენ თუ არა, მე ჩემი თავი დავინახე და შემომჩნი. ჩემთვის მთავარი ეს არის. ამ სიმღერისას ამას მოვირგებდი, ამას მოვიხდენდი. სარბილიკზე რამხელა დგას შეხენ. მე ვარ ბარბარა, მე ვარ ეხტემა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, უყურებთ და უსმენთ პოდკასტის მორიგ ეპიზოდს. იწერება ჩვენი ეპიზოდები, როგორც იცით, პოდკასტ პოინტში, სადაც შესანიშნავი გარემო იმისათვის, რომ მოხვიდეთ და ჩაწეროთ სხვადასხვა სტილის თუ ჟანრის ეპიზოდი. კარგი გარემო დაგხვდებათ მერწმუნეთ და აქვე მინდა წარგიდგინოთ ჩემთვის აღმოჩენა, კიდევ ერთხელ აღმოჩენა, იმიტომ რომ სანამ ამ ეპიზოდს შევწერდით, რაღაცებზე ვისაუბრეთ, ჩვენ რაღაცებს მოусმინე, ფანტასტიკური ადამიანი, ეს არის ბარბარა სამხარაძე, მომღერალი. მივესალმები ბარბარა პოდკასტის მაგიდასთან. მადლობა რომ ჩვენთან მოხვედი. მე წეგან მკითხე როგორ მოგმართოთ ხო, მითხარი რომ მე ბარბარა მქვია, იმიტომ შენიშნება რომ თვით ბარბარას დაგიძახე. კი ბატონო, კი ბატონო. ბარბარა, როგორც ვიცით, ადრე ამბობდი რომ საკუთარ თავს იღებ ისეც, როგორიც ვარო. შემდეგ აზრი შეიცვალე, რაც სახეზია, ანუ თურმე რაღაც პერიოდის მერე შენ თავი ისეთი აღარ გინდოდა რომ ყოფილიყავი ჭარბწონაზე ამ წუთას საუბარი, შემოქმედებაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. კვაყოფილი ხარ ამჟამინდელი ბარბარათი? აი 2 წელია ყოველ წელს რაღაცნაირად და ყოველთვე ტრანსფორმირდები და რაღაცა მოცემულობამდე მივედი უკვე და ამ ეტაპისთვის მე უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავითაც და იმ ყველაფრით სანამდეც მოვედი. აბსოლუტურად ყველანაირ ასპექტში, მაგრამ ვიზუალურ ასპექტში უფრო მეტად, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში როცა უკვე ჩამაგონეს, რომ ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, დაბადების დღეებზეც კი იმ ერთ სურვილს, იმ სანუკვარ სურვილს უთმობდი ხოლმე იმას, რომ აი წელს დავიკლო წონაში. პატარა. მე რომ ვიყავი, აი 13 წლიდან დაახლოებით უკვე აი ჩემი დაბადების დღის სურვილი იყო, რომ დამაკლებია წონაში და მივე, მაგრამ ნუ ამისთვის არაფერს არ ვაკეთებდი ხოლმე, ხო გულახდილათაც რა ვთქვა, არაფერს არ ვაკეთებდი აბსოლუტურად. იმიტომ რომ ვიცოდი აი შინაგანად უგრძნობდი რომ მოვიდოდა დრო, როცა ეს ყველაფერი თავისით ესე მოგვარდებოდა და იმერლებს როგორც უყვართ მოკვარახჭინდებოდა თავისით და აი ასეც მოხდა. კარგი, რა ასაკში დაიწყე ბარბარა წონის მატება? აი როდის შენიშნეს შენ თვითონ როდის აღმოაჩინე უბრალოდ, რომ შენთვის წონა იმაზე მეტია, ვიდრე გარშემო შენ ხედავდი თანატოლებს, თქვათ ეზოში, სამეგობროში, სკოლაში, ოჯახში, ხო? და შენ რაღაცა წონით განსხვავდები, როდის აღმოაჩინე. 13 წელი ახსენე, მაგრამ მანამდე რა ხდებოდა? მანამდე რეალურად ჩემი ფოტოები ბავშვობის, აი რო ვუყურებ ხოლმე, ხვდები რომ ეს არ არის იმ ბავშვის ტანი, რომელიც 10 წლის შემდეგ უკვე იქცევა იმ მოცემულობად, რა მოცემულობაც არის იმ ასაკისთვის მიუღებელი. შესაბამისად და შესაფერისად ვითარდებოდი ასაკთან ერთად დაახლოებით 60 წლამდე, მაგრამ მე უკვე ახალი წელი დაიმთხვა, თან გავცივდი, თან ალერგია მქონდა და ფილტვები მეკეტებოდა რა და ბრონხებიც ძალიან სუსტი მქონდა ბავშვობაში და დამჭირდა ისეთი მედიკამენტები, რომლებიც დღეს უკვე ხმარებიდან არის ამოღებული. ზუსტად აღარ მახსოვს რა არის, მაგრამ დამჭირდა დედა ამბობს ხოლმე, ხო, ცხენის დოზა დაგჭირდაო რა, ძალიან დიდი დოზა, რომ ფილტვები გამხსნოდა, იმიტომ რომ რეალურად ვიგუდებოდი. და რა ვიცი, ახალი წელი ჩემი ოჯახისთვის რაღაცა კოშმარული გასახსნებელია და არც იხსენებენ ხოლმე, რომელი და ნუ იქვე იცოდნენ რისკები, რომ ეს რაღაცა დროის შემდეგ წლებით დაჭირდებოდა ამ მედიკამენტის ორგანიზმიდან
მოსვლას, რომელიც წონის მატებას გამოიწვევდა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ დღის რეჟიმი არ მქონდა მოწესრიგებული, ფორტეპიანოზე დავდიოდი 7 წლებში და დილით რომ მივდიოდი ხოლმე მოვდიოდი საღამოს 5 საათზე. რეჟიმი, ხო, იქ როცა საჭმელი არ მიმქონდა, წარმოგიდგენთ, ანუ 9-დან 5 საათამდე რამხელა დროა, ხშირად არ მიმქონდა საჭმელი, იმიტომ რომ ყველას არ დაქონდა საჭმელი, აი დღეს როგორც არის უკვე მოწესრიგებული რომ ლანჩბოქსები დააქვთ, საჭმელი დააქვთ სკოლებში ან სადაც დადიან. ჩემ დროს ეგ ასე რომ ვთქვათ, აი უხეშად ვთქვათ, აი ტეხავდა რა. ანუ მარტო მე ვერ ვატარებდი, ანუ დაეტარებია ყველას და ან კიდე თუ წავიღებდი, უნდა წამეღო ყველასთვის, იმიტომ რომ იქ იყო მომიტეხე, გამიყავი, რამდენი მსგავსი რაღაცა იყო. თუ ყიდულობდით, ხო, თუ ყიდულობდით საცხობში, თონე იყო პურს და დღის მანძილზე იქ იყო ჩემი საჭმელი. დილის 9-დან საღამოს 5-მდე პური იყო საჭმელი რა, მეტი არაფერი. და აქედან სოფელში თონე ისე ახსენებდა. ხო, თონე იყო. კი და ისე მოხდა რომ წლობით გაგრძელდა ეს ყველაფერი რა, ეს არ იყო 1 და 2 წლის, 7 წელი საკმაოდ დიდი დრო არის. შემდეგ უკვე ეკლესიაში დავიწყე სიარულიც, ამ 5 დღეს, კვირაში 5 დღეს დაემატა პლუს 2 დღე შაბათი კვირა, დილით რომ მივდიოდი ხოლმე წირვაზე, სადღაც 3-4 საათამდე საჭმლის ჭამა არ მიწევდა და ნუ ერთ სიტყვით ყველაფერი ერთად აიკინძა და 15 წლის ასაკამდე მივაღწია ისეთ წონას, რომელიც 15 წლის ბავშვს არ უნდა ქონოდა. მაგრამ პირადად მე ამ ყველაფრის შემჩნევა, აი როგორც კითხვაში გქონდათ, გამიჭირდა. სანამ არ გამოვედი პროექტში და არ მატაკებს თვალში თითი რომ იცი რა შენ ხარ დიდი, აი რო უყურებ ხოლმე რეაქციებს და კომენტარებსაც, აი რაღაცა იქ იყო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ აი არ მქონდა იმისი შეგრძნება თუნდაც, ნუ ვიღაცა თუ ეტყოდა დედაჩემს რო წუნაში დაიკლოს და გაუჭირდება და წარმატებას ვერ მიაღწევს და მომღერლობა თუნდაც სცენას შესაფერისი პარამეტრი ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ისეთი ის არის ეს მოცემულობა, რომ ანუ მე საერთოდ არ ვაკარებდი გულს იმიტომ რომ მე ვიცოდი რის კეთება მინდოდა რა მიყვარდა ყველაზე მეტად და ვიცოდი რომ მე ხელი შეშლა აღვიქვავდი ისე რომ აი ან გული ამომივარდებოდა ესე დავიწყებდი სიმღერის ხო აი ზოგადად ბავშვობიდან ძალიან რეალურად აღვიქვავდი ნებისმიერ რაღაცა ნათქვამს და მე უკვე აი ჩემი დღის წესრიგი აი რაც უკვე ასაკში შევედი და ცნობიერით ჩაერთვა ამ ყველაფერში მეთქი არა უშავს თუ ანუ ხალხი იმიჯს იქნის რაღაცას აკეთებს ისეც რომ იცნონ და ყველას ახსოვდეს და როცა სპეციფიური და მე როცა თან ფსიქოლოგიით ვიყავი ძალიან დაინტერესებული და ვარ და ვაკვირდებოდი კაცო რომ როცა სადღაც მიდიხარ ან ძალიან პატარა იქცევს ყოველთვის ყურადღებას ან ძალიან დიდი რა რაც არ უნდა სავსე იყოს ოთახი ერთნაირი რაღაცეები და ზიზიმპიპილობით ან დიდი ზიზიმპიპილო იქცევს ყურადღებას ან მინიმალისტური და მივხვდი რომ ეს იყო ჩემი კოზირი ასე რომ ვთქვათ იმისთვის რომ ყველასგან განსაკუთრებულიც ყოფილიყავი და ყველასგან ყველასთან შესამჩნევიც ყოფილიყავი რა და პლუს ამას ისიც ემატებოდა რომ აი ბევრი ადამიანის ნუგეში იყო ის რომ მე წარმატებას მივაღწე სოფლიდან ჩამოსული ჭარბწონიანი და ნუ ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ისეთ პრობლემად უკვე აღარც მიმაჩნდა რა მაგრამ როცა უკვე დავფიქრდი რომ რეალურად ბარბარა შენ YouTube გადაცემას დავიწყე სტუდიაც მქონდა ჩემი ის ანუ ყველაფერს ჭირდებოდა ლაპარაკი მე უკვე დაახლოებით ეს 2 წელი რაც ლაპარაკი შემიყვარდა ჩემს თავზე. იქამდე მრცხვენოდა ხოლმე ჩემს თავზე ლაპარაკი. ჩემს თავზე ლაპარაკი ძალიან მრცხვენოდა. და მინდოდა ყოველთვის რომ სხვა საეღნიშნა, როგორი უნიკალური ვიყავი დაუშვათ რა და ის სხვისთვის ყოფილიყავი შესამჩნევი. აი ეს მინდოდა ყოველთვის და ახლა უკვე საერთოდ აღარ მაინტერესებს მომჩნევენ თუ არა, მე ჩემი თავი დავინახე და შემომჩნი. ჩემთვის მთავარი ეს არის. და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ რაღაცებზე თუ არის ლაპარაკი, ხალხი ვერ ამჩნევს და როცა ერთხელ დავწერე რომ აი 10 კილო დავიკელე თქო იმის და მიუხედავად რომ შესამჩნევი არ იყო ეს 10 კილო ისეთ წონაზე ვქენი და აუ სტატიები დაიწერა, ინტერვიუ, გაზეთები მირეკავდნენ, ჟურნალები მირეკავდნენ, რომ როგორ დაიკელი ეს 10 კილო და როგორ გეტყობა უკვე. რეალურად მივხვდი, რომ ბარბარა ხალხს თურმე ვიზუალურ ხო, მოსმენაც უნდათ და უნდათ ისიც, რომ ეფექტი დაინახონ. ხალხს ჭირდება ეფექტი თურმე. განა ის, რომ შენ დაიკელი, ხალხს ჭირდება ეფექტი. გითხრა რა ინტერესებს ადამიანს ყველაზე მეტად მეორე ადამიანში ცვლილება, რით მოხდა ცვლილება. ის კი არა როგორ ხარ არა, როგორ გააკეთე ეგ არის, იმიტომ ჩვენ შინაგანში დევს ყოველთვის წინასწარ განპირობებული მზაობა ცვლილებისკენ, უკეთესობისკენ ცვლილებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა. და ყოველთვის როცა ჩვენ ვხედავთ გაუცნობიერებლად, სრულიად, უფიქრელად
ინტერესს იწვევს სხვაში ცვლილება და სულ გინდა რომ მითხარი მასწავლე როგორ ხო, გააკეთე, შენს როგორ თავს მიაქციე. ეძებს სხვაში ხო, ზუსტად. როგორ გააკეთე, მე რა ვქნა. თორე ამას უბრალოდ კითხვის სახით სვა მე, მართლა როგორ გამოგივიდა სინამდვილეში სულიად სიღრმეშია იქ ამბავი. კი, აუ ძალიან ბატონო. საინტერესოა შენი მოსმენა, გავაგზავნე. ხო და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ რეალურად დედაჩემიც მთელი ბავშვობა ანუ რაც ნიჭიერში გამოვედი სულ იმას მეუბნებოდა ხოლმე შენ წონას აქვს ოქროს ფასი კი იყო ის რაღაცეების რომ დედაჩემი თუნდაც ცდილობდა ხოლმე რომ წონაში დამეკლო ის მაგრამ რეალურად მე ისიც მიხვდა რომ მარტო წონა არ განსაზღვრავს ადამიანს რა და ეს რაღაცაში ცხელს მიწყობდა რამდენადაც ხელი შემშლელი იყო ცხოვრების ხარისხში იმდენად ამ ხარისხს ასევე ამაღლებდა და გაძლევდა იმას რასაც გამხდარი ადამიანი არ როგორ ფიქრობ ხა დედის უკავშირი სწორი იყო ეგეთი დედაჩემის უკავშირი იმ მოცემულობაში რა მოცემულობაც ჩვენ გქონდა ის რომ მაგალითად დედაჩემს არ შეეძლო თავისი დაქალების შვილები მოეყვანა და იმითი გაგვევსო და ანუ რეალურად ჩემს შემთხვევა ისეთი იყო რომ აი არც მამაჩემის მაკაცის შვილები არც დედაჩემის რაღაცა დაქალები ცოტა ისეთი თემა დედაჩემს დაქალები რავი აღარ წყავს მარტო სტუდენტობის დროს ყავდა ეხა მეზობლები არიან ის ანუ ეს ისო დედაჩემს და მამაჩემს ეკონტროლებიათ ის მასა რამასაც მე მხარს დამიჭერდა ასე არასდროს არ იყო და არც არასდროს იქნება ასე რომ აი ხალხზე მორგებული იყო ყველაფერი რა ჩემს შემთხვევაშიც რომ თუ წონას დავიკლებდი და ეს ყველაფერი ასეთი გაბუქებული იყო და უისტადიები იწერებოდა იმაზე რომ როგორ იკლო ბარბარა სამხარაძე 10 კილო 15 კილო ის ანუ ეს ყველაფერი უფრო და უფრო ნათელს ხდიდა იმას რომ რეალურად ხალხი შენ გიყურებს და აინტერესებს რა ცვლილებებს გადიხარ და თუნდაც ვიღაცა აი რაღაცა ისეთ აკეთებდა რაც მართლა შესამჩნევი იყო ის არ იყო შემჩნეული ამ სოციმედიის მხრიდან რა განმოცემიდან გამომდინარე ძალიან ემოციურად და ტკბილად იხსენებ ოჯახის მხარდაჭერას და ეს ასეც იყო რა კი ანუ ოჯახის მხარდაჭერა ხო მასეც იყო, მაგრამ იყო პერიოდები, როცა რომ მომშუდებოდა ხოლმე დედაჩემი ცდილობდა რომ რაღაცნაირი უხამსი შედარებებით გადაიფიქრებია, მაგრამ საერთოდ ხო ეგ არის რეალურად დედაჩემი სულ იმას ამბობდა ხოლმე რომ აი როცა დედას ომსუქანიშვილი ყავსო, უნდა დაიჭირონო დედაო, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებს რა, მაგრამ შენ რა გითხრა, მეც ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს და ერთ სიტყვით სულ თვითგვემაში იყო ხოლმე რა, რეალურად რომ ასე რომ ხდებოდა, მაგრამ რეალურად როცა ხარ სოფელში, როცა აი სადაც არ უნდა გახვიდე, აი ტუალეტი რო ტუალეტია, იმიტომ რომ იქ ტუალეტი ქვია და არა საპირფარეშო, სოფლური არის ტუალეტი. იქ რომ მიდიხარ, გზათხილი ხდება, რაღაცა ხდება რა და აქ თუ სპეციალურად არ ჩახვედი და არ დაგეგმე ყიდვა, კი აქაც არჩევანი ბევრია, მაგრამ დაუშვათ ელემენტარული კარალიოკი, რომელიც არც თუ ისე სასარგებლო არის ჯანმრთელობის, თუ აი ზუსტად ჩაკვიჩავ გადააგდებ რა, იქ ეგ არის, რომ ის კი არა, ბოლომდე კი არ შეჭა. ხო, კარალიოკი სულ არის ვაშლის, სულ არის წიწაკა, სულ არის, ანუ ყველაფერი სულ არის, სახლში რო ჭამოდა, გაიარო გარემოსკენ და ბოსნისკენ, ხო? მოწყვიტავ რაღაცას კიდე შეჭამ რა. ხო, პლუს ამას არ არის ნაწამლი და არაფერი, აი რაც არ უნდა ხიდან მოწყვიტო, არაფერი არ არის, არ გაწყენს, გარეთ სხვა არ ჭირდება რა. ხდები რომ გარეთ სხვა არ ჭირდება. ბარბარა ამ ყველაფერს და თან ერთის მხრივ ჩვენ ვიცით რომ სოფლად ჩვენ ეკოლოგიურად შეიძლება მეტად სუფთად გამოვიყვებო, არჩევანი გააკეთო ბოსტნეულზე, რომელიც როგორც თქვი, იქვე არის ხელთ გაგვთ და შეთვითონ მოყვანილი მიირთვა. მიუხედავად ამისა, ეს წონაში აკრება მაინც მოხდა, ხო? და თურმე სინამდვილეში რა ხდება, სულ მუდამ წვდომა გქონდა, თქვა. სულ მუდამ წვდომა ერთი, მერე მეორე. ანუ ჩემს შემთხვევაშიც და სოფლის ცხოვრების შემთხვევაშიც ჭამა ხდება სოფელში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. და რატო მოვყვები? როცა დილით გადიან სამუშაოდ, ეს დილა იწყება სადღაც 6 საათზე, მაგალითად ჩემი ოჯახის დილა იწყება 4 საათზე. ზაფხულში და უკვე 8-7-ზე იწყება ზამთარში. საჭმელს არ ჭამ, მიდიხარ მუშაობ, იქ რო იღლები, მოდიხარ და ჭამ. ნაყროვანებას არც კიტრი გაძლევს, არც პომიდორი, არც წიწაკა და არაფერი, თუ არ შეატანე პური. აი, ზუსტად აქედან იწყება ყველაფერი. პური არის ის რაც იწვევს იმ რიგ პრობლემებს, რაც მე ჩამოვთვალე. ნაყროვანება არ მოდის პურის გარეშე. და შენ საერთოდ არ გაინტერესებს იქ ის 2100 კალორია რომ მიიღო დღის მანძილზე, იმიტომ რომ იმხელა კალორიას და იმხელა იმას ხარჯავ ენერგიას, ხო? აი ტანსაცმელი, რომლითაც დაუშვათ მე უყურებდი ხოლმე ხალხი გამოდიოდნენ სამუშაო ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, სხვა არის. არავის არ აცვია ზედ, იმიტომ რომ აი გასაწური ხდება რა.
და ხო, ანუ მეორედ იმ ტანსაცმელს ვერ ჩაიცმევდა. ძალიან რთული არის ვიღაცას თითი საწევით ელაპარაკო იმაზე, რომ აი შენი შვილი რატო ამ სოფლში წაიცხოვრე, არ არსებობს სოფელში ჩამოსული სტუმარი 3 დღითაც რო ჩამოვიდეს, რომ წონაში მომატებული არ წავიდეს. არ არსებობს. გიდასტურებ. კი ბატონო. აი არ არსებობს. მეც იქ რო ჩავდივარ, ჰაერი მამატებიებს და ჰაერი კი არ გამატებიებს და თქლის. ანუ სხვანაირად გეხსნება იქმა და სხვანაირად უხარია გულს იქ ყოფნა, ხო? აი მართლა ბუნებას ერწყმი იქ და მორჩა და აი აქაც რო ჩამომაქვს ხოლმე დაუშვათ პროდუქტები მწვანილი იქნება, ბოსტნეული იქნება, საერთოდ სხვა გემო აქვს მართლა იქაურს რა და ძალიან რთული არის პლუს ამას თავი გააკონტროლო და მეორე კიდე იქაურ რეჟიმს მოერგო. იქაური სოფელში იცხოვრო ქალაქური რეჟიმით, რომ აი 12 საათამდე არ ჭამო, 18 საათიანი დიეტა დაიცვა. ეგ არის აი წარმოუდგენელია. ქათმის ფილია, იქ მაგასაც ვერ შეჭამ ესე ჩვეულებრივად და მე დარბაზში დავდიოდი 1 წელი დაახლოებით, იქ ისეთი გაუფლელი ადამიანი არ მინახავს, როგორიც სოფელში ბარვის დროს შეიძლება იყოს. მით უმეტეს ზაფხულში. ხო, მით უმეტეს ზაფხულში. ზაფხულში როზი ხარ, იქ მაინც გადაგდის ოფლი. ვახ, რა კაი. და ამიტომ ძალიან რთული არის, რომ აი მშობელს მოთხოვო ის, ეხა მაგიტო დედაჩემს ვერაფერს ვერ ვეტყვი, ანუ ხო შეიძლება დედაჩემის მიმართ გამიჩნდეს ის, რომ აი დედაჩემა ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაც გამაკეთებია იყო ის, რომ როცა ჩამოვედით თბილისში, დამაყენა სარკის წინ და მითხრა აი ნიჭიერისთვის რომ ჩამოვედით რა, შეხედე შენს თავს რა მხელა ხარ, თუ ვინმე მგითხრა რა მხელა ხარ, რომ გახსოვდ უთხარი, რომ ვირა კარგი მხედველობა გქონია. ეს უთხარე. რომ ანუ შეგნიშნა და დაგინახა ისეთი რამხელაც ხარ, მორჩა. ანუ შენ არ გქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ გამხდარი ხარ, აი ამაზე არ უნდა მქონოდა მე პრეტენზია და ხვდებოდი მაგას, რომ ხო, რამხელა ვიყავი მოცემულობით ხვდებოდი მაგას. და ის აი ყველაფერს ვცდილობდი მე წლების მანძილზე, რომ ჩემი თავი საზოგადოებისთვის მიმეღო ისეთი, როგორიც ვიყავი. თავისი წონით თურთ და თავისი აბსოლუტურად ყველაფრით, იმიტომ რომ რეალურად აი მე უკვე როცა მივაღებიე და მივხვდი რომ ამ ყველაფრის მიმართ და დამთმობები გახდნენ და მართლა აი დათმეს თავიანთი პრინციპები ძალიან ბევრმა, რომ აი ხო, რა მე რა უყურო ჭარბწონიან ადამიანს ტელევიზორში დიდი ამბავი, ისიც მღერის. ხო? და აი ყოველთვის მქონდა ხოლმე მისი შეგრძნება და იმისი ის, რომ აი რეალურად უსინათლო საერთოდ ვერ ხედავს, მაგრამ აღიქვავს. და იმისთვის სულ ერთია შენ როგორი ხარ და ჩემი აზრით ყველამ უნდა დავიბრმავოთ თვალი, როდესაც ვუყურებთ ადამიანებს, ხო, უნდა ვუსმინოთ. იმიტომ რომ რეალურადაც პირველად იყოს სიტყვა და არა ადამიანის ვიზუალი. რაოდენობით წყალს იღებ დღის განმავლობაში, ეგ მაინტერესებს მაგ. ვაიმე, ამ ოპერაციას, ბარიატრიას თან ახლავს წყლის მოუშუშებელი ტკივილი. მოუშუშებელ ტკივილში რას გულისხმობ? წყალი უნდა დალიო ბევრი, მაგრამ არ გინდება. გაქვს არჩევანი. აი, ნახე, უნდა დალიო წყალი მთის და მოგინდება. აი ზუსტად, ეგ ზუსტად. რატომ? იმიტომ რომ წყალი მთის, ეს არის წყალი, რომელიც Coca-Cola ბოთლს ჯორჯიამ ჩამოასხა. უკვე კარგი ისტორია დაუგროვდა ამ კომპანიას ამ მიმართულებითაც. ეს არის წყალი ბრომატის გარეშე, ანუ იმ ქიმიური დანამატის გარეშე, რომელიც ძირითად შემთხვევებში წყლის უმრავლესობას, ჩამოსხმულ წყლის უმრავლესობას თან ახლავს. ამიტომ ეს წყალი არის ჯანსაღი, სრულიად ბუნებრივი და მინერალური შემადგენლობით, ასევე მიირთვი და თან მთის ზალა მოგცეს ღმერთმა, მაგარი გოგო ხარ. დიდი მადლობა, გაგვიმარჯოს. არ ვიტყუები, მართლა ჩანთაში მიდევს მარტო მთის წყალს ვსვავ, იმიტომ რომ მსუბუქი არის ძალიან. ანუ დასალევადაც. წყალი მთის არის მსუბუქი. კი ბატონო, ანუ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ მართლა ძალიან რთული არის წყლის დალევა და ონკანის წყლის დალევა მიჭერს ხოლმე რა და სულ ვცდილობ ხოლმე, როცა სადმე წავალ ან რაღაცა, მარტო მთის წყალს ვსვავ, მართლა ჩანთაში. მადლობა. ჩაწყობილი არ ყოფილა ეს ნამდვილად ბარბარისგან. კი ბატონო. მადლობა ბარბარა ამ უკავშირისათვის. Junk food. არ მინდა ეს თემა გამომჩეს, იმიტომ რომ სოფლად ხარ თუ ქალაქად ხარ, ხო, სოფელში შეიძლება არ არის, ხო, ამდენი აღარ დავასახელე ბრენდებს, ეხლა პოპულარული ბრენდები და ბავშვი თუ მოზარდი თუ ზრდასრული ქალაქში ჩამოდიხარ და ეს აქ არის და ეს ქალაქს მიაქვს, ნებისმიერ ქალაქს სოფლიოში ამ ინდუსტრიას მიაქვს აკაურობა, ხო? რამდენად იყო შენთან აქტიური თემა, როგორც ესეთი სწრაფი fast food-ი, junk food-ი და რამდენად ის დღემდე შეიძლება ბარიატრიამდე მოგდევდა და გიყვარდა ეს. რეალურად, აი junk food-ი რასაც ქვია, აი ეს ტერმინი რასაც მოიცავს, ამ ტერმინში გაერთიანებული საკვები მე გავსინჯე, როცა ვიყავი 19 წლის. არაფერი იქამდე მსგავსი გასინჯული არ მქონდა. ვიყავი ბოლომდე მართლა ხაჭაპურზე და ლობიანზე და პერაშკაზე გამოზრდილი ბავშვი, ღვეზელზე გამოზრდილი ბავშვი. ასე რომ ის რომ ამ ყველაფრით მოხდა წონის მატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ის რაც გასინჯული არ გაქვს, ვერ მოგინდება.
და არ გექნება იმისი სურვილი, რომ გინდოდეს რა. ეხლა არის ბევრი რაღაცა საკვები, რომელიც გასინჯული არ მაქვს, მინდა გასინჯვა, მაგრამ არ მინდება, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა რაც ბევრჯერ არ გაქვს ნაჭამი, ვერ იტყვი იმას, რომ მიყვარს და არ იცი ის რა გემო აქვს. მაქსიმუმ ვიზუალურად აღიქვა რანაირი არის და წარმოიდგინო გემო. მაგრამ ხო, ნუ თბილისში როცა ჩამოვედი უკვე დაუმკვიდრდი, მაშინ როცა გავსინჯი, მივხვდი რომ ვა, რა გემრიელი რაღაცაა, მაგრამ ყოველთვის აი ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ რა, როცა რაღაცას ახალს ვხედავ, ვსინჯავ, მინდა რომ მეც გავაკეთო მსგავსი. მარტო იმაზე დამოკიდებული არ ვარ. ხო, აი მართლა რაღაცა კულინარიული გამოცდილება ჩემთვის აი მართლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის და აი ბავშვობაში ძეხვეული, ხო? ძეხვეული ხა ყველა მაღაზიაში ხელმისაწვდომი იყო და არ იყო ქალაქში. არა, სახლში არ ვაკეთებდით, მაგრამ დედა არ მყიდულობდა არასდროს. მსგავს არაფერს არ მყიდულობდა. ეს წელიწადში შეიძლება ორჯერ სამჯერ მეჭამა. ხო, ორჯერ სამჯერ შეიძლება მეჭამა ეს ძეხვეული. ისიც აი სტუმრები ან მამა ჩემი სადღაც რო წავიდოდა და ხო, აი სიტუაციურად თორე როგორც ასეთი რომ ჩვენ რაღაცა მსგავსი ვქნოდა აბსოლუტურად არაფერი. აი ხორციც ხშირად არ ვქონდა ხოლმე. შეხო კახეთი და კი. ხორცი არ ქონდა ხშირად, ანუ უბრალოდ არა, ოჯახს არ უყვარს ხორცი თვითონ რა. უფრო ბოსნეული. აი ზოგადად კახეთში ვართ, მე საიდანაც ვართ იმერლების სულ რა და იქ ფხალეული უფრო ღირებულია. ხო, ფხალეული ხაჭაპური, რაღაცა გამომცხრები და ფხალეული უფრო და კი. სალათი, კაიმერული ჭყინტი ყოლი. კახური ზეთით. აუ, ეხლა თუ. აი იკეთე ბარიატრია, მაიწაზრი რა. მაგრამ ბარიატრია, ნახე რა კარგად მოიტანა შენმა მურმა სიტყვამ თემაც ჩვენთან. მზაობა მქონდა ამ კითხვისათვის ბუნებრივია, შენც გაქვს მზაობა ამაზე სასაუბრო და მადლობა რომ ღიად და თავისუფლად დიდი მადლობა თქვენ პირიქით რომ გაინტერესებთ. პირველი კითხვა ამ მიმართულებით, როდესაც მიიღე გადაწყვეტილება, რომ შენ დგამ ნაბიჯს იმისათვის, რომ გაიკეთო ქირურგიული ჩარევა, რათა დაძლიო ჭარბი წონა. ეს უკვე ფუნქციონალური თემა არის, ეს არ არის კაპრიზი, ეს არ არის რაღაც სცენასთან მიჯაჭვული თემა, ჯანმრთელობასთან და სიცოცხლის ხარისთან არის, ხო, დაკავშირებული. რა გზა გაიარე, თუ შეიძლება მოგვიყევი შენი გადაწყვეტილების მიღებიდან ოპერაციის წარმოებამდე. მე ვისაუბროთ შემდეგ ეტაპზე. ესე იგი, პირველად როცა ეს ბარიატრია რაც უფრო და უფრო წამოიწია, წლებია უკვე დაახლოებით 3-4 წელი არის, რაც ძალიან პოპულარული თემა გახდა, რაც ძალიან ბევრმა გაიკეთა უკვე და ახლა უფრო აქტიურად იკეთებენ, იქამდე იყო აი ჯანმრთელობიდან გამომდინარე რომ იკეთებდნენ მართლა და ახლა უკვე როგორც პლასტიკური ოპერაცია ეგრე არის რა, ყველა თითოეული იკეთებს. მაგაზე თუ გინდა. ხო, მაგაზეც მე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. და ეს ადამიანები, ვისაც უკვე შედეგი ჰქონდათ, აქტიურად მწერდნენ რომ აი გაიკეთე, დაისვენებ და უკვე აი ყელში იყო ამოსული რა. მე როცა რაღაცა არ მინდა და ამ ყველაფერს არ ვაქცევ ყურადღებას, ანუ ვინ ხარ რომ წერ რომ ეს გავაკეთო რა. არ უნდა კონდეს ადამიანს არც მაგისი ამბიცია რომ ჩემი ცხოვრება წარმართოს და ის მირჩიოს რაც თვითონ გამოიარა, იმიტომ რომ მე რეალურად მზაობა არა მაქვს, ხო? რაღაც ისთვის თუ არა რომ მქონდეს, ავდგები და გავიკეთებ. ეს ოღონდ ფინანსებზე არ გადის. მე თუ მომინდომებდი ფინანსებსაც ვიშოვიდი და ბოლო ბანკიდან გამოიტანს ეს ხს და გაიკეთებ რა. და დაახლოებით აგვისტოს ბოლო იყო 2023 წლის, რომ მეთქი მივხვდი, რომ რაღაცა უნდა შევცვალო. სტაბილურად უკვე სტუდია მაქვს, მოსწავლეები მყავს, ვიცი რას ვაკეთებ, ჩემი ცხოვრება, ჩემს შესაძლებლობებზე მაქვს მორგებული, მაგრამ ნუ არ არის საკმარისი ეს ჩემთვის, მეტი მინდა. და ერთ-ერთი რაც იყო დარჩენილი, რაც ძალიან მარტივად შემეძლო, რომ გამეკეთებია და შემეცვალა და ახსნა არ დაჭირდებოდა მას, შემომხედავდა, მიხვდებოდა რაც ვქენი. გავხსენი ანგარიში, კონცერტი მქონდა წინა კვირით, როცა ეს ანგარიში გავხსენი, თანხა მქონდა, ანუ და მეთქი თბილისში რო ჩავალ, სოფელში ვიყავი, თბილისში რო ჩავალ, მეთქი მივალ ანალიზებზე და გავიკეთებ და ეს ანალიზების თემა დედაჩემისთვის იმდენად საშინელი იყო, რომ აი 3-4 დღით ადრე მირიგდებოდა ხოლმე იმას, რომ წავსულიყავით ექიმთან და თუ ვიყავი ხასიათზე, რომ ექიმები გვენახა, იმიტომ რომ ფარული ვენები მაქვს და ნერვიულობაზე ეს ვენაც არ ჩანდა ხოლმე, საერთოდ და მჯიჯგნიდნენ და ხო. ჯიჯგნიდნენ მაშინ როცა ბავშვი ვიყავი რა მე ვენიდან სისხლის აღება აი ბოლო წლებია რაც გავიგე დანარჩენი სულ აი ხელებზე და ყელი ვნახოთ და ნუ ერთი სიტყვით რა რაღაცა ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებთან იყო ეს კავშირში და როცა უკვე გავხსენი ეს ბანკის
ანაბარი დაახლოებით 2 კვირაში დამირეკა ნანუკა შოუს ერთ-ერთმა პროდიუსერმა და მითხრა რომ აი დავით აბულაძის კლინიკას აქვს სურვილი გაგიკეთოს ოპერაცია, ჩვენ გავაკეთებთ ამაზე გადაცემას და შენ თუ გაქვს სურვილი რომ იყო ჩვენი გადაცემის გმირი. ვახ, მე რო ვაპირებ დაახლოებით 1 წელში გავაკეთო მსგავსი ნაბიჯი და გადავდგა, უკვე სადღაც 2 კვირაში რეალიზდება ეს ჩემი ძალიან დიდი სურვილი და თუმცა შენი ფსიქოემოციური მზაობა ამ დროს არ არის. ხო, აი ვყოყმანობ რა, ეს ანაბარი ვიცი იმისამდე დაირღვევა ძალიან მრავალგზის და რაღაცა ისე არ იქნება როგორც უნდა იყოს დასული, მაგრამ ნუ მაინც ჩემს თავს ვარწმუნებ იმაში რომ კი გინდა ბარბარა ეს და გჭირდება. ხო და ნუ ერთი სიტყვით რომ დამირეკეს და მივხვდი რომ მეთქი ეს არის ის რა შანსიც არ უნდა გაუშვა ხელიდან. აი მეტიც საოპერაციოში შესვლამდე ვფიქრობდი იმას, რომ აი გიღირს ამას რო აკეთებ, აი ზარიდან საოპერაციამდე რა დრო იყო? ერთი თვე. ზუსტად ერთი თვე. მოკლედ რო კი. კი. ხო, იმიტომ რომ რეალურად ეს ერთი თვე ვაპირებდი, ეს ერთი თვე ვიწესრიგებდი ანალიზებს რა. რკინა მქონდა დაბალი, B12 ძალიან დაბალი და ნუ ერთი სიტყვით გადასხმები გავიკეთე რკინის. მიხაური სამედიცინო გუნდი ისეთი რესპექტაბლობის არის, რომ ისე შენ საოპერაციო არ შეგეყონდე და მოგამზადებ სათანადოდ ეს საქმე. იმიტომ რომ ბატონმა დავითმა ეგრევე მითხრა, რომ იცოდე რომ ყველაფერს ახლავს რისკი. რისკის გარეშე არ არსებობს არაფერი. ხა შენ რო აქ მოხვედი, იმასაც რისკი ახლდა თან რა. რაღაცა და უბრალოდ ამ ყველაფერმა არ უნდა შეგაშინოს. ესეთი რაღაცა მითხრა ფსიქოლოგსაც გავესაუბრე ისიც და ანუ ყველაფერი აბსოლუტურად ისე იყო დაგეგმილი, გაწერილი. აი მართლა აი უცებ მოხდა რა. იმათ რიტმს ავეწყო, ექიმების რიტმს ავეწყო, იმიტომ რომ როგორც იმათთვის იყო უკვე არაფერი ამ ოპერაციის გაკეთება და დღეს უკვე არაფერი, აი ძალიან მარტივი გახდა. 25 წუთში გამიკეთდა ოპერაცია, იმდენად მომზადებული მქონდა კუჭი. მათი მხარდაჭერა, სამედიცინო გუნდის და ოჯახის წევრების მხარდაჭერა, აი ამ მოკლე პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამზადისი პერიოდი ფსიქოემოციური გარკვეული გავლილი ჰქონდა, საკმაოდ დიდი იყო, ხო? ოჯახის წევრების მხარდაჭერაზე ვიტყვი დედაჩემს მაგ პერიოდში დაახლოებით 2-3 თვით ადრე ქონდა შფოთვები დაწყებული, პანიკური შეტევები და დედამ არ იცოდა რომ ვიკეთებდი ოპერაციას. უი, ეგ როგორ მოახერხე? იცოდა უბრალოდ რომ ანალიზებზე დავდიოდი, იცოდა რომ მინდოდა. ეს იცოდა. შეგნებული გამავა იყო რომ ემოციურად. შეგნებული ხო რომ ემოციურად მინდოდა რომ მაქსიმალურად დამეცვა, იმიტომ რომ დედა ჩემი ახლა იქ ვერ გაჩერდებოდა იმ დღის მანძილზე, არ ვიცი, აი მართლა ძალები უნდა გამოეშვა ბოლომდე და აი ყველაფერი უნდა ეკეთებია იმისთვის რომ იმაზე არ ერეფიქრა, მე რომ დაუშვათ იქ ვიწოლებოდი დიდი ჩემი და ჩემ ადამ ჩემთან ერთად გაიარა ყველაფერი. ჩემი და უკვე სამსახურიდან ახალი წამოსული იყო და აი აბსოლუტურად აი ოპერაციის შემდეგი პერიოდიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მარტო ოპერაციიდან იწყება ყველაფერი, თორე ოპერაციამდე მისასვლელი არაფერი არ არის. იქიდან იწყება ამ ოპერაციის გზა. რეალურად. კარგი, მოდი სანამ გზაზე ვისაუბრებთ, გითხარი, სლივგასექტომია გაკეთდა შენთან როგორც გითხარი, ხო? მაყურებელს უთხრათ, რა შეიცვალა კუჭში, აი ტექნოლოგია, შენ ხო აგიხსნეს ეს ოპერაცია და იცი, მოდი უთხრათ მათ, ვიცაც ეს გეგმაში აქვს, რა გაიკეთე შენ და რა იყო, რა კი ბატონო, ეს არის სლივი, მე რაც გავიკეთე, როდესაც კუჭი მოცულობით პატარავდება. 25 წუთში დამთავრდა ოპერაცია. ხო, 25 წუთში დამთავრდა ოპერაცია. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას 25 წუთში დაუმთავრდება. არა. მე რო ექიმთან მივედი, აი ამ ბოლოს, ხო, ერთ-ერთმა ექიმ ასეთი რაღაცა მითხრა, რომ ყოჩახ შენს ექიმს და მალადად შენ რო დაიცავიო და აი ეგ ჩამრჩა ძალიან, რომ რეალურად თურმე ექიმი 1000 გადაყვეს. პაციენტზე არის მთელი რიგი პასუხისმგებლობა თუ არა, ექიმს არავინ არაფერი არ უნდა დააბრალოს ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ექიმი რასაც ნიშნავს, მე რასაც მინიშნავდნენ, ხო? აი დილით რო ვიყავი ექიმთან მისული, საღამოდან უკვე წამლებს ვიწყებდი. მაშინ როცა ვიღაცამ შეიძლება იმას დაელოდოს ეს როდის იქნება, ის როდის, ანუ რაღაცა დროში პაციენტი წელავს. არა, როდესაც არის საუბარი გამოჯამრთელებაზე, ნებისმიერ მიმართულებით ბარიატრია იქნება ეს თუ სხვა სფერო სამედიცინო, აქ არის ზუსტად ნახევარი სამედიცინო მომსახურე პერსონალი და მეორე ნახევარი პაციენტი და მისი მოქმედებები და ეს ორი ძალა ერთმანეთთან როცა კარგად მეგობრობს, მაშინ იდება გამოჯამრთელების შედეგი. კი ბატონო, და აი ბატონმა დავითმაც ის თქვა ყველაზე მეტად
ну მე არა, მაგრამ ჩემი დამოსვენა ყველაზე მეტად მეშინოდაო ის რო გავიკეთე, კუჭის გამოკვლევა აღარ მაქვს, გასტროსკოპია. ხო, ეგ რო გავიკეთე ყველა, იმიტომ რომ ეგ იყო ის, რასაც ვერ ვაკონტროლებით, არ ჩანდა ეხლა და როგორ უნდა გაგვეგო, ну დამცავებს, ну კუჭის კედლები მაგ დროს როცა ინიშნება ეგ წამლები, კუჭის კედლები უნდა შეთხელდეს, რომ მარტივად გაკეთდეს, ხო, მარტივად გაკეთდეს ეს ოპერაცია და ბატონმა დავითმაც აღნიშნა, რომ ისე იდეალურ მდგომარეობაში დამხვდა კუჭიო, რომ სისხლის დანაკლისიც არ ვქონიაო რა, ყველაფერი იდეალურად იყო. მაგრამ აი ყველაზე მეტად ჩემდა გასაკვირად იმ ვიტამინების დანაკლისი მქონდა, რასაც მთელი ბავშვობა ჯანსაღი პროდუქტით ვივსებდი. მკვლევი მაჩვენა იმ პერიოდში, მაგრამ მე რკინა არ უნდა მქონოდა დაბალი რეალურად როცა სოფლი, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ვიყავი აი რაღაცა ლოყებ ღაშღაშა ბავშვი და მთელი ამბები და აი ეგეთი ისეთი რაღაცები, რაც მე დაბალი მქონდა. ვთვლი რომ არც იმ წონაზე უნდა მქონოდა დაბალი და რაღაც, მაგრამ ნუ ეგ ხა ორგანიზმზეა დამოკიდებული და მდგომარეობაზე. იცი რა გზავნილი იყო ესა, რომ გარეგნული ნიშნები არასოდეს პირდაპირ არასახავს ჩვენ შინაგან მდგომარეობას. და ეს მეორე გზავნილი ჩვენი გადაცემა ეს ეპიზოდები სამედიცინო კუთხით გვინდა რომ ყოველთვის მხარდაჭერა აღმოჩნდეთ. შემოწმება ჭირდება ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულს გარკვეულ პერიოდში ერთხელ ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდება. იმიტომ რომ გარეგნული ვიერი არ არის ხშირად თანხვედრაში შინაგან მდგომარეობაში. უნდა იცოდეთ თქვენში რა ხდება. კი ბატონო, იმიტომ რომ რეალურად პრობლემები რასაც ეძებენ იმაში რომ აი ასეთი დღის გრაფიკი მაქვს და ისეთი დღის რეალურად მოდის იქიდან რომ ჩვენ სისხლშია რაღაცა გრაფიკი კი არ გაქვს და ეგ გრაფიკი წევს შეიძლება მაგას, მაგრამ ერთი აბი წამლით შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება რა და ერთი საკვების ჩართვით შეიძლება. ეხლა დიეტებს რო იცავენ ხოლმე მასიურად და აი მაგ დიეტების იმას ვერ ხვდები მე განლაგებას, იმიტომ რომ ყველა ადამიანის სისხლი, უჯრედები, გენეტიკა არის ინდივიდუალური და ექიმის გარეშე მსგავს რაღაცაზე. აი ელემენტარული ალერგენი ხომ მაინც უნდა იცოდე, რაზე გაქვს ალერგია. ფანტასტიკური. ხო და მე აი დაუშვათ ხვდები რომ აი პულს როცა არ ვჭამ, აი ნებისმიერი კვების დროს, ხო, ისე სუსტდები და აი კანკალი გამინდის ხოლმე და იმ ღამეს თუ არ ავდექი და არ შევჭამ ეს პური, აი ეგეთი რაღაცა რამდენი ვცადე რომ აი ზოგადად ამ ბარიატრიას ყველამ კარგად იცის და ვინც არ იცით, გეტყვით რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ აქვს ისეთი მდგომარეობა რომ წონა იყინება და всё ჩერდება, აღარაფერი აღარ ხდება რა, შენ თვეებით გრძელდება ეს ხო და მაგ აი ტეხავს და გონია რომ всё აი სუტყვილად გავიკეთე და სუტყვილად აი რა ვიცი всё მორჩა რა გადაიხურავს საბანს და უნდა გადაბრუნდე იტირო მორჩა ეგ მდგომარეობა გეუფლება მაგრამ აი ეგ რო ვცადე რომ მეთქი აი მოდი პურს აღარ შევჭამ იმას არ შევჭამ ამას არ შევჭამ არ ჭამ მაშინ როცა რეალურად 5 ლუკმა ყოფნის ხო და ეს პური რო ამოვიღე და ერთი დღე გავიდა და მივხვდი რომ საწოლიდან ვეღარ ვდგები მუხლებში გამიდის აი ესეთი კანკალი რა ავდექი და აი რა პურსაც ვჭამდი მთელი დღის მანძილზე იმ ერთი ჭამით ვჭამდი ან სად ჩამივიდა არ ვიცი სამი ნაჭერი პური ვჭამე ერთ ჭამაზე აი ამ ნაბარიატრიებმა იმდენად დეფიციტი შემექმნა ორგანიზმში რომ ჭამე. ნუ ეს ფიზიკური დეფიციტია თუ ფსიქოლოგიური ხო, ვერ ხვდები. თან ისაა საქმე, რომ კუჭი არ გადგება მაგ დროს. აი, ხვდები რომ სისხლში მიდის პირდაპირ ეგრევე. მართლა აი სისხლში გადის რა. და აი მაგაში დავრწმუნდი რომ რეალურად თურმე ვიღაცას რომ შოკოლადი შეიძლება ეგონოს რომ აი ტკბილია და არ შეიძლება, ვიღაცას შოკოლადი ჭირდებოდეს იმისთვის რომ წონა დაეძრას. ვიღაცისთვის ჩემთვის მაგალითად ფილეს ჭამა არის კატასტროფა. წონა კი არ მეძრება. აი, არ ვიცი რა ხდება ჩემს ორგანიზმში. აი, რა გიყვარს და არ მოგწონს თუ არ არა, ორგანიზმი ვერ იღებს, ორგანიზმი ვერ იღებს. კი ბატონო, აი ცილები ზოგადად არის ძალიან რთული შესაძლებელი. აი, ოჯახიდან მოდის, ხორცი ნაკლები იყო თქვენთან. ხედავ საიდან რაღაც. და მთელი ისინი აი ახალი წლებზე ხორცი რო იყო ხოლმე რა, ხორცეული რო ძირითადად აი ტოლმა, კატლეტის ისიც აი სუღებინებით გადიოდა და მოწამლის ჩვენებებით ჩემი ბავშვობა. ესეთი რაღაცა. ხო და აი ფხალეულზე ეგეთი რამე არ მჭირს. მაგრამ ყველაზე კოშმარი ის არის რომ ფხალეულს თუ პური არ შეატანე ვერ განაყრებს. აი, მაინც აქ მივდივარ. პური ანუ ყველგან მოტრიალდები და ყველგან. დასაწყისში პური, ბოლოში პური. კი ბატონო, სოფელში ასე არის, მაგრამ აი აქ აი თუნდაც ელემენტარული კვერცხი რო ავიღოთ და აი დღემდე
ვიცი რომ საჭიროა, ვიცი მჭირდება, მაგრამ აი პროტეინის შემცვლელი ფხვნილებს უფრო მეტად მიმართავ ხოლმე, ვიდრე დავუშვათ ფილეს, იმიტომ რომ ხო, ფილეს რეალურად რო ვჭამ 2 ლუკმას, ანუ ვცდილობ ხოლმე წვნიანი გავაკეთო რა, რომ აი კომბინაციაში შევიდეს და არა ცალკე ფილე ან შემწვარი ან ის, იმიტომ რომ რეალურად ხო, ვიღაცაზე ისე მოქმედებს, ვიღაცაზე ასე ამიტომ არის მოქმედებს. ჯანმრთელობა პერსონალიზებული თემა კი და ყველა ბატონო. პაციენტს და ყველა ადამიანს ჭირდება აბსოლუტურად ჭეშმარიტად ბოლომდე პერსონალიზებული მიდგომა ნებისმიერ სფეროში. ჩაცმა დახურვიდან დაწყებული და რას მეუბნები, დამთავრებული მით უმეტეს ჯანმრთელობის კი ბატონო, კი მდგომარეობის ბატონო. შეფასებით და მკურნალობის. აი მე მაგალითად რასაც ვაკვირდები ამ დროის მანძილზე რა, თურქეთშიც აქტიურად კეთდება ეს ოპერაციები, იტალიაშიც აქტიურად კეთდება. ნუ ფაქტობრივად იტალიიდან არის მთავარი ღერძი ამ იმის ოპერაციის, ხო? 91 წლიდან არის მგონი ეს ოპერაციები, ნუ ყველაფერი გამოვიკვლია ისტორიულ დონეზე, საქართველოში როდის შემოვიდა და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ უბრალოდ მაინტერესებდა უნდობლობის მხრივ არა. და მივხვდი რომ რეალურად ყველა ექიმს ამ ოპერაციის შემდეგ აი პრე ეპიზოდი აქვს სხვადასხვა. აი მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე რო დანიშნულება მომცეს 3 თვე გაგრძელდა ის რომ ყარსაკვებს არ ვჭამდი, აი ყოველ 10 დღეში ერთხელ რაღაცა იცვლებოდა, რაღაცა ახალი საკვები შემოდიოდა. არიან ექიმები რომლებიც აი ერთი კვირის მერე აძლევენ უკვე უფლებას რომ ჩვეულებრივად ჭამე. და ვაკვირდები მე რომ რეალურადაც როდესაც გადის რაღაცა პერიოდი, არიან პაციენტები რომლებიც ბრინჯს ვერ ჭამენ, ლობიოს ვერ ჭამენ, წიწიბურას ვერ ჭამენ, პურზე. ხდება მერე. მერე, ხო, მერე და მერე. ალბათ იმიტომ რომ აი ადამიანს ეხა რომელსაც ბევრი დიეტა აქვს გამოცდილი, ის უფრო მეტად იკეთებს ამ ოპერაციას, რა თქმა უნდა და დიეტა არ არსებობს წიწიბურას გარეშე. რო ცდილობს რომ როგორია რომ რაღაცა დიეტურს მსუბუქად შეჭამს და ეგრევე წიწიბურას იღებს ახალ ოპერაციებზე, ხო? მაგ დროს მივხვდი მე ის რომ აი შეიძლება იმ ახალმა კუჭმა ვერ მიიღო და ამ ოპერაციას ახლავს ერთი შიში. თუ რაღაცა კუჭზე დაგადგა, იმ რაღაცას ვეღარ ჭამე ძალიან დიდ ხანს. იმახსოვრებს და გაშინებს, იმიტომ რომ ეგ კუჭზე დადგომა არის იმხელა კატასტროფული ტკივილი, დისკომფორტი, აი ღრძილებიდანაც ოფლი გამოგდის. ერთხელ მომივიდა ეგა შავპურზე და იმის მერე შავპური არ მიჭამია. მე-6 თვეში იყო ეგ რო შავი პური შევჭამე და აი იმის მერე შავი პური ჩემთვის არის აი ისეთ წითელ სიაში მეტი რო არ შეიძლება რა. ხო ვიღაცისთვის ეს წიწიბურა არის, ის არის რაღაცა პროდუქტები, რომელსაც ვიღაცა ჭამს, ვიღაცა ვერ ჭამს. არის კიდე დამპლინგ სინდრომი თუ დამპინგ სინდრომი, ზუსტად არ ვიცი, რომელიც აი ტკბილთან დამოკიდებულებაზე ისეთ უენერგიობას იწვევს და ისეთ საშინელ მდგომარეობას იწვევს, მაგრამ ალბათ ეგ რო დამმართნოდა ძალიან კარგი იქნებოდა და კომფორტული. მაგრამ ის რის იმედიც მქონდა რომ ის რომ აი მეთქი შიმშილის შეგრძნება გამიქრება, არაფერიც არ გაქრა. მაინც არის. ხო, იმიტომ რომ რეალურად თავის ტვინი ერთია, რაც არ უნდა ესეთი ოპერაცია გაიკეთო, შენი ცხოვრების ხარისხი თუ არ მოარგე და შენი ცხოვრების და მენტალური მდგომარეობის დამოკიდებულება თუ არ მოარგე ამ ყველაფერს, ხო, მაინც იქ დაბრუნდები. მენტალური მდგომარეობა ახსენე და კიდევ ერთხელ ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით, რომ ფსიქოლოგის ჩართულობა გახდა თუნდაც შენთანაც საჭირო და ფსიქოლოგის ჩართულობა ჩვენ ცხოვრებაში მეტნაკლებად ყველას გვჭირდება და მათი დახმარება უნდა გამოვიყენოთ, ეს ჯანსაღია და სწორია. მანამდე ჩვენი ერთგული სპონსორი მინდა წარმოადგინოთ, წარმოგიდგენთ აჰავას კომპაქტურ ნაკრებებს, რომლებიც იდეალურია როგორც ყოველდღიური რუტინისათვის, ასევე საჩუქრად. მაგალითად, აი ეს წარმოადგენილი პროდუქტიდან ერთ-ერთი აჰავას ნაკრები The Minerals Trio აერთიანებს აჰავას საკვანძო მინერალურ პროდუქტებს კანის სრულყოფილი მოვლისათვის. პირდაპირ გამზადებული პაკეტია. აქ გვაქვს მინი დასაბანი გელი, ტანის ლოსიონი და ხელის კრემი. ჩაიდე ჩანთაში და იმოგზაურე ბედნიერად. კარგი, ფსიქოლოგზე ვისაუბრეთ, უბრალოდ საუბრობდით და მენტალურ მდგომარეობაზე. ბარიატრიული ოპერაცია, მანამდე პერიოდი სამზადისი, რომელზედაც შენი საუბრე ძალიან კარგად და მადლობა, იმიტომ რომ ბევრს ეს გამოადგება, შენი გამოცდილება, თან ესეთი გულახდილი და ალალი და ესეთი კარგი პრეზენტაციით წარმოდგენილი. და მოდი ახლა ვისაუბროთ პოსტპროცედურულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. აქაც ჩვენ საწყისები გავიარეთ, რატომ დაგჭირდა ფსიქოლოგი? არის რა მომენტში მიმართე ფსიქოემოციური სტრესის რა იყო ის განმაპირობებელი, რომ შენ განაწყვიტე, მე მჭირდება პროფესიონალის მხარდაჭერა. კი ბატონო, ნუ რადგანაც უკვე ბარიატრის შემდეგ პერიოდზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ჩემიდაც ვახსენე წეღან ჩემს ოპერაციის ამბებში ჩართული რო იყო, დავბრუნდები იქ, რომ როდესაც ოპერაციას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ 2 კვირის მანძილზე ან 3 კვირის მანძილზე აუცილებლად დაჭირდებათ მომვლელი.
იმიტომ რომ არის რაღაცები, რასაც მარტო ვერ ისაუბრ რა. ხო, იმიტომ რომ იქ ისა გაქვს ნაკერები, გაქვს გიჭირს გადაადგილება, წამოდგომა გიჭირს, პლუს ამას აუცილებელია ტკივილები არ იყოს. ტკივილი გამოყუჩებელი საერთოდ არ დამჭირვებია მე პირადად. აი ის 24 საათი რომელიც ყველაზე კრიტიკულია 12 საათი, მაგ დროს მქონდა ტკივილები რა, იმიტომ რომ ხო, ეგ ეხლა ისეთი იყო რომ აი თან არ ვიცი ეს ამბობენ ნარკოზი არაფერი არ არისო, მაგრამ ხერხემლის ტკივილი მქონდა ძალიან, აი მეგონა რომ ყველაფერი ზედმედო რა, აი მაგის ის მქონდა, შიში მქონდა და შიში კი არ, მაგის შეგრძნება მქონდა და როცა უკვე გამომწერე სახლში წამოვედით, კი ამბობენ ხოლმე რომ აი ღებინებაც თან ახლავს. ერთხელ არ მქონია მსგავსი ნუ იმ პერიოდში მსგავსი შეგრძნება და მსგავსი რაღაცა შემთხვევა და ისე მოხდა რომ აი საკვების მხრივ რეებიც ეწერა ჩამონათვალში, რომ აი ორგანიზმი რას მიიღებდა, რა უნდა მეჭამა, პიურე იქნებოდა ეს, ქათმის ბულიონი, ხორცის ბულიონი თუ რა იქნებოდა, აი ჩემი და აკეთებდა ხოლმე ყველაფერს, აი მაგ ყველაფერი, აი ჩემი და რო არ ყოფილიყო, მე მაგალითად ვერც გავიკეთებდი. იმიტომ რომ აი გირჩევნი არ ჭამო, ვიდრე ადგე და ეგრე იწვალო და ჭამო რა. აი ეგ არჩევანი არ ჭამო და ჭამოს შორის არის. აი ხო, აი ჩემი და ისე აკეთებდა ხოლმე ყველაფერს, რომ აი მართლა ერთი თეფში საჭმელს აკეთებდა ხოლმე რა, რომ აი მე გაცხელებული არ მიჭამია. ეხლა ნუ ეს ჩემი დის პატივისცემა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ჩათვალე, რომ ასე უნდა გააკეთონ. ეგ იყო აი ჩემი სულ აი რაღაცის ფერი არ მომეწონებოდა, არ ვჭამდი. და აი არის ეგეთი რაღაცეები, რაშიც აუცილებლად დაჭირდებათ დახმარება. და ეგ უნდა გაითვალისწინო, რომ ვიღაცა ვინსაც ენდობიან ყველაზე მეტად დაჭირდება. ფსიქოლოგის თემა რა მომენტში ამოტივებდა? ფსიქოლოგის თემა ამოტივებდა დაახლოებით 4-5 თვის შემდეგ, როცა უკვე დავიკელი 35 კილო. ანუ პრინციპულად რთული პოსტოპერაციო ჭყალებში რთული ზოგისთვის მეტად რაღაცა ის ახლო პერიოდი, მწვავე პერიოდი გადავლილი იყო და 4-5 თვე დადგა და წეღან შენ აღნიშნე თუ ავწდები გაყინვა წონის, ანუ შეჩერება. აი ზუსტად მაგ პერიოდში დგება. აბა თუ შეიძლება ეს მაგ პერიოდში დგება, როცა უკვე იწყება ორგანიზმის გათვით ცნობიერება, რომ შენ დაიკელი წონა. ორგანიზმი ხვდება უკვე იმას და აი რაღაცნაირად თითქოს წიხლს კრავს შენ სურვილს, რომ მალე დაიკლო, რაც შეიძლება ის შენ რომ შინაგანად გინდა ფოც-ფოცში ხარ, აი დღეს რომ დაღამდება ნეტა 2 კილო მქონდეს დაკლებული, რომ გათენდება ნეტა 1 კილო მქონდეს დაკლებული და აი შინაგანი შენ თავთან ბრძოლა იმდენად დიდი არის, რომ აი გინდა რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ყველაფერი, რომ შენი ორგანიზმი მაგ დროს ვერათვით ცნობიერებს რა ხდება, ის რომ დაუშვათ შენ ერთი ვერ გეწევა რა, ხო, ვერ გეწევა, მართლა აი შენ რომ დაუშვათ დღეს 4 ლუკმა საჭმელი გეყო და 3 ყლუპი წყალი, ეს როცა მიუჩვეველი ორგანიზმი ამ ყველაფერზე, ხო? ძალიან რთული არის ამისი გაანალიზება და იწყება მერე და თავისი რიგი პროცესები აქვს ამას. აი მაგალითად მე პირადად რაც მქონდა იყო ის, რომ აი ეს წონა რომ ჩაიხსნა, მხრების ტკივილი მქონდა ძალიან, აი მხრები მტკიოდა ხოლმე კატასტროფულად. რითი ხსნიდი, ან რითი გიხსნიდი? ნუ მე მეგონა წონის კლება იყო, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ კუჭის დამცავი, ერთ-ერთი წამალი იწვევს სახსრების ტკივილს. და ამით და ხო, ნუ ამით ავხსენი მე პირადად, მაგრამ როცა მივხვდი, რომ შეიძლება და ის წონა ყოფილიყო, თან ზამთრის პერიოდი იყო, 2 საბანი დავიფარე, მძიმე საბნები რა და გამიჩერდა ეს ტკივილი. და მივხვდი, რომ რაღაც ფური წონაც იყო რა, რომ მიჩვეული რო არის, რომ ამხელა წონა ადევს, ხო, მაგ მხრივ, რავი, ალბათ ეგ ფსიქოლოგიურიც იყო. ასევე მქონდა ის 3 თვე რაც მე საკვებს არ ვიღებდი და ფაქტობრივად თუ ხორცეულს ვიღებდი, იყო დაბლენდერებული რა, კატლეტის სახით, შემწვარი ან რაღაცა გუფთის სახით. ყბების ტკივილი მქონდა კიდე, მეგონა რომ ყბაგვერდზე გამექცეოდა რა, მოდუნებული იყო იმენად ყბების ის, რომ აი მეგონა რომ შენ გადაეჩვია იმ პერიოდში აქტიურ ღეჭვას. თან საღეჭრეზინსაც ვერიდებოდი, რომ ეს მწარე კუჭში არ ჩასულიყო რაღაცა გემუნდა, ნუ ერთ სიტყვით ძალიან ბევრი, ანუ ეს ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მე ძალიან მარტივად გადავიტანე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რავი ასე იყო, ახლა არავის არ ვედავები, არა გინდა თუ არა მარტივი უნდა იყოს, თუ ჩემ შემთხვევაში ასე იყო. ხო და მეგონა ხოლმე დილით რომ გავეღვიძებდი, ეს ყბა გამექცეოდა გვერდზე, ან რაღაც რომ ამთქნარებდი, ესენი მქონდა ის და აი სულ ასე ვიმასაჟებდი ხოლმე, რომ აი დამთქნარების დროსაც ასე თუ არ მივიდებდი ხელს, რომ მეთქი ყბა არ გამექცეს გვერდზე და აი მაგის ძალიან მეშინოდა ხოლმე რა. ეგ კიდე თმისთვენ, ანუ ეგ ახლა არავინ თქვას, რომ არავის არ ექნება, მაგრამ ხო მე აი ზუსტად მეტნაკლებად ზუსტად 3 თვე არის მოცემული ოპერაციის შემდეგ, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმო. თუ ამას
ესე უხეშად რო ვთქვა, დაიკიდებენ და გაატარებენ, რომ მე მშვენივრად ვარ, კაცო არაფერი არ არის. აი, იქიდან იწყება სიმელოტისკენ ერთი ნაბიჯი გზა. და მე ექიმთან კი არა, ექიმებთან ვიზიტებია საჭირო იმისთვის, რომ ათუ თმის ისინი გაიკეთო გამაჯანსაღებელი პროცედურები, ათუ მეტი კომენტოზურად მიეშველო და ერთი სიტყვით მე ექიმებს დაუჯერე, 3 თვეში მივედი, ვუთხარი რომ შევნიშნეთ მის ცვენა, მაგრამ არა კატასტროფული და მითხრეს რა უნდა მექნა. წამლები ჩავრთე, დანამატები ჩავრთე, რაც საჭირო იყო 6 თვე ვსვიეს დანამატები. იმდენად მეშინოდა პარიკიც კი გამოვწერე. რომ მეთქი პარიკი მქონდეს სახში თუ გავმელოდოდი, თუ რაღაც. იმიტომ რომ მე ისეთი ფოტოები მქონდა ნანახი, რომ ესე მუჭით ეჭირათ ხოლმე, თმები რა ვქნა და როგორ ვქნა. მაგ დროს აი ყველაზე მეტად აი ვინც ბარიატრიას გაიკეთებთ, ბარიატრიულ ჯგუფებში ინფორმაციის მოძიებას შეშვით. იმიტომ რომ თავგზააგებნება. დამღუპველი. მე მაგ ყველაფერმა უფრო მეტად დამსტრესა, ვიდრე ის რომ რაღაცა ის მომცა. ხო, რაღაცა სტიმული მომცა. აი და იმდენად საინტერესო თემებზე მივდივართ, რომ სულ გავიწყება ფსიქოლოგიის. ხო, აი ზუსტად ეს ყველაფერი იყო იმის განმაპირობებელი, რის გამოც მე ფსიქოლოგი დამჭირდა რა, აქ-აიქ ეს თემები, იმიტომ რომ აი კი რაღაცას რასაც თანმხლებს ველოდებოდი ამ ყველაფერს და ნუ მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, აღმოჩნდა რომ მზად საერთოდ არ ყოფილვარ რა. აი დაუშვათ მაღაზიიდან გამოვდიოდი, გვერდზე გავიწიე ჩემი თავი რომ დავინახე, მეგონა სხვა ვიღაცა მოდიოდა და გზას უთმობდი და აი დამეწყო ჩემს თავთან გაუცხოება რა. ერთი იყო რასაც ხედავდი. ხო, არეკლში დავინახე და ესე გადავედი გვერდზე. და აი პლუს ამას კიდე აქ ვიფხანდი და რაღაცა რომ დავინახე, ვიგრძენი და ჩემს დასვენებ დროზე მოდი აქ ეს რა მომდის თქო და იმასაც შეეშინეთ ძვალი რო ვიგრძენი, ლავიწის ძვალი რო ვიგრძენი, მეთქი ღმერთო ჩემო ძვლები მქონია და არ მწოდნია. აი ეგეთი რაღაცები იმ ხელა შოქს იწვევდა ჩემში, რომ აი ეს უცებ აღმოჩენები, აი ფოტოს რო გადავიღებდით და უშოთ ვიღაცასთან ერთად, ეს ახლა მე რანაირად ვარ. აი ეს, აი ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, ეს ახლა მე რანაირად ვარ. გაუცხოება მოხდა საკუთარი თავის. ერთია ეგრო ვეღარ აღიქვამ შენს თავს ვერ აღიქვამ შენს თავს გამხდრად და მეორე კიდე იცით რა იწყება? გგონია ძალიან გამხდარი ხარ. მეორე ეს იწყება. მაგრამ სინამდვილეში ესე ძალიან არა ხარ. აი ეგ არის რომ ორი უკიდურესობაა რა. ჩემ შემთხვევაში აი მართლა სულ ჩემ თავთან ჭიდილი მიდის და აი პლუს ამას კიდე რაღაცა კომენტარს რო წაიკითხავ ის და აი დღემდე იწერება ის რომ აი ამან ისევე მოიმატა. რეალურად მოიმატა კი არა მე 7 კლასში რაც ვიყავი ის წონა ვარ ახლა. მაგრამ აი მაინც მოქმედებს ეს გინდა არ გინდა ამან ისევე მოიმატა რეალურად კატასტროფულად უნდა ჭამო ხო აი რამდენიც არ უნდა ჭამო და რაც არ უნდა ჭამო 2 წელში ბარიატრის მერე ვერ მოიმატებ 5 წლის მერე რომ ითხრან ხო მაგრამ 2 წლის მერე ვერ მოიმატებ ეს არის კიდე ის პერიოდი როცა ეკლება ჰაი და ჰა მაინც მიდის რა მოგეხმარა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა თქვათ აი გადაგალახინა ეს თვით გაუცხოების ეტაპი თქვათ ან წონაში ასე ვთქვათ დაყოვნების ეტაპი. ხო, რეალურად მე ამას ცოტა კიდე უფრო შორიგზნა შემოული, რომ რეალურად ადამიანებს ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ფსიქოლოგი უნდა ჩართონ ამ საქმეში, აქვთ იმის შეგრძნება, რომ ფსიქოლოგი მოუგვარებთ ყველაფერს. მაგრამ ფსიქოლოგი, რომელიც შენ გააძლევს მითითებებს ესქენი, ხო, მაგ ფსიქოლოგს უნდა გაერიო. ფსიქოლოგმა შენი თავი უნდა გაპოვნიოს და შენ უნდა იპოვო მერე გზა იქამდე მისასვლელად. აი, ფსიქოლოგთან საუბრები მე დამეხმარა იმაში, რომ მე თვითონ მეპოვა ჩემი თავი ამ მოცემულობაში და ამ კონსისტენციაში მოდი ამას ვიტყვი ჩემს თავზე რა რომ აი ხო გამხდარი ვარ ძვალი ვიგრძენი მე რა მოხდა ანუ არიან ადამიანები ასეთ ტანზეც მე მქონდა კიდე ის ციტრისი შეგრძნება აი ეს ახლა ცოტა უფრო სასაცილო თემა არის მეგონა რომ როცა წონაში დავიკლებდი აბსოლუტურად ყველას მე მოვეწონებოდი და აუ ჩემზე ის აღარავინ აღარ იქნებოდა და იმედგაცრუებაც მქონდა რა რომ შენ წონა დაიკელი მაგრამ ხალხი ისევ აღიგვამს. ხალხი ისე უსმენს შენს სიმღერებს რა. მივხვდი რომ თურმე რეალურად ეს წონის კლებაც არ ყოფილა ის მოლოდინი რაც მე მქონდა. გარე სამყაროსთვის კი, მაგრამ საკუთარი თავისთვის ხომ ეს დიდი წარმატება იყო. საკუთარი თავისთვის რა თქმა უნდა უდიდესი წარმატება იყო, მაგრამ აი ამ ყველაფერს ხო მაგას ვერ დაუკარგავ ვერც ჩემს თავს და ვერც ბატონ დავით სამხელა ჩართულობას და მის გუნდს. მაგრამ აი ადამიანები რომლებიც ახლა არ იცოდნენ რა გზა გავიარე, რაღაცა ის და ისე მხდებოდნენ ხოლმე რომ მაგრძნობიებდნენ რომ ვა ყოჩაღ რა მაგარი ხარ რო დაიკელი და რა მაგარია რო ეს შეძელე თურმე სასწაულებიც ხდება და რეალურად წონის კლება სასწაულს რატო უკავშირდება? აი ეს მქონდა რომ აი იმათი მხრიან აღქმული
ჩემი თავი ვეღარ მივიღე რა და გამოჩნდა უფრო დიდი აგრესია ამ ყველაფერზე რა, რომ ისინი უფრო მეტს ხედავდნენ, ვიდრე მე მგრძნობდი. მესმის. და აი ეს ყველაფერი იყო ძალიან რაღაცნაირი რა. აი იმედგაცრუების აი რაღაცა ხორცის ნაჭერად რო აღიქვამე და მე მთელი ბავშვობა როცა უკვე მაინც მქონდა იმისი ჩაგონება რომ ხო დიდი ხარ და ილიასის რო ვისწავლე ლექსი სული ეძი ადამიანში ხორცი ბაზარშიც კი იყიდებაო აი სულ მაგას ვეჩჩინებოდი ჩემს თავს და ხვდებოდი რომ აი საზოგადოებაში იყო ეს ხორცის ძიება და არა სულის აი ხო და მაგას სულ თავიდან მაგით დავიწყე რომ უნდა დავიბრუნავოთ თვალი ბევრად მარტივი გახდება ყველაფერი მერე რა მოусმინოთ ხო მოусმინოთ გულის ყურით მოусმინოთ ზუსტად ჩაკეთვალა მაგარი ხარ ძალიან სასიამოვნოა შენთან ლაპარაკი საუბარი შენი მოსმენა იმიტომ რომ გულახთილი ხარ და ეს ძალიან დიდი დეფიციტია დღევანდელ რეალობაში გულახთილობა არის პრობლემა ყველა ცდილობს რაღაცა ნიღბები აიფაროს და იმითი ილაპარაკოს და იმით წარდგეს საზოგადოებასთან და ეს არის ზუსტად შენი ჯოკერი ასე ვთქვათ რითაც ბევრს მოუჯოგრავ კიდე ცხოვრებაში ეხლა მე ვიგძენი რომ ყავა გინდა შენ კი ბატონო დიდი სცემოვნებით მივიღეთ წარმოგვიდგენ გერმანულ მედიტას აპარატურას ესე ჩავთოთ ჩვენ ეს ეხლა რითი განსხვავდება ეს აპარატი სხვა აპარატებისგან პირველი რომ ხარისხი გერმანულია მეორე რომ აი ესე ვიღებთ ტელეფონს შევდივართ აპლიკაციაში რომელსაც ქვია Melita Connect-ი დავაჭერთ ეხლა მოიძებნება ეს აპარატი თვითონ და მთელი მუღამი ამის არის ის რომ ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა სახის ყავას აპარატთან მისვლის გარეშე ანუ შეგვიძლია ჩამოვასხათ ამერიკანო, შეგვიძლია ლუნგო, ესპრესო, რისტრეტო, კაფე, კრიმე დოპიო და ასე შემდეგ, ლონგ ბლეკ, ექსტრა შოთი და აი ნახე მთელი ჩამონათვალი ნახე შვენიერ რამხელა ჩამონათვალია ყავების ვაჭერთ თიც და მზადდება ყავა მაგალითად გავაკეთოთ ამერიკანო კი ბატონო დიდი სიამოვნებით ესე იგი სტუმრები რომ მოვლენ აღარ გიწევს ადგე და ცალკე მოადო. ასმეულები სულ აქედან ყავები დაისხათ მართლა ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ ხარისხიანი. კი ბატონო, ნამდვილი ყავა მართლა დეფიციტი არის დღეს. დავაჭირეთ ითი ნახე. მე ავირჩია ყავის რაოდენობა სიმძლავრიდან გამომდინარე, წყლის რაოდენობა, დავაჭერ რილაქს და მე წავიდა ნახე. შვენიერი. აი ესე ლამაზად ყავის ჭიქა იხატება. და მაქედან აკონტროლებ. აქედან აკონტროლებ ყველაფერს. ყველაფერს აკონტროლებ. არაფერი არ გინდა. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია აჰავა, ამჯერად წარმოგიდგენთ კომპაქტურ ნაკრებებს, რომლებიც იდეალური არჩევანია ყოველდღიური გამოყენებისათვის, მოგზაურობისა და აქტიური ცხოვრების სტილისათვის. მაგალითად, აჰავას ნაკრები Wave of Hydration Trio მოიცავს კანის დატენიანებაზე ორიენტირებულ სამ ძირითად პროდუქტს, სახის გამწვენთ გელს, დამატენებელ დღის კრემს და ინტენსიური ჰიდრაციის ნიღაბს. სამივე ეს პროდუქტი გამდიდრებულია მკვდარი ზღვის მინერალებით და ერთად ქმნის სრულყოფილ რუტინას დეჰიდრირებული და მშრალი კანისასთვის. აი ესეთია აჰავა, ჩემო ბარბარა. აჰავას მომხმარებელიც ვარ აქვე. დავსძენ. ესე იგი, ვაიმე ცოტა ადრე გამოგვიძე, მგონი ცოტა წყალი დავამატოთ. ესე იგი ძლიერი იქნება. ჩემი ბრალია ესა, ჩემი ბრალია. ვაცადოთ. ასად არ გვეჩქარებო. კი ბატონო. აი, საქმე რო არა გვაქვს მაგის ბრალია, თორე ეს საქმე უნდა აკეთო თან და ისე უნდა მოამზადო. წყლის რაოდენობა იმდენი რამდენიც გქონდა შეკვეთილი და მზად არის. აი ხა შემიძლია მოგართვა დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, გავაგრძელოთ შენთან ერთად საუბარი ბარიატრიული ოპერაციების შემდგომ ხშირად საჭიროა ვიტამინების და მინერალების მუდმივი მიღებაო ამბობენ. ხშირად კი არა, სულ საჭირო. კარგი, ახლა გავიდა 2 წელი იმის შემდეგ, რაც ბარბარამ მიმართა ბატონ დავით აბულაძის კლინიკას, გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია და ახლა სვამს თუ არა ის დანამატებს. კი ბატონო. არის ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ სპეციალური დანამატები, იტალიური კომპანია არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ხო, რომელიც არის 3 თვიანი კურსი და შეიცავს ძალიან, ანუ იმ ვიტამინებს, რაც აუცილებელი არის ორგანიზმში შესავსება. ეს ახლო პოსტოპერაციულ პერიოდში. ახლო, კი ბატონო. არა, ახლო. წელიწადში 3 თვე.
5 წლის წლის მანძილზე. განმავლობაში, კი ბატონო, სამი კი ბატონო. ნუ მე პირადად ეს მედიკამენტი თუ დანამატი, რაც შეიძლება ვუწოდოთ, პროდუქტი. რეალურად ხო ეს პროდუქტი შემოსული არის დაახლოებით 3 წელი, ახალი არის, არ არის ძველი და დიახ. აი ძალიან ბევრი ისგან მომისმენი აი წლების წინ რო გაიკეთეს ოპერაციები, აი 5 წლის შემდეგაც აკვირდებოდნენ, რომ დეფიციტი ქონდათ ენერგიის, რაღაცა მარტივად იღლებოდნენ და თუ ამ ყველაფერს არ შეავსებ და არ მიაწვდი შენს ორგანიზმს იმ ვიტამინებს, რაც შენ გჭირდება, აი ეს 5 წლის მერეც კი აუცილებელი არის, რომ რაღაცა აუცილებლად აი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი დეპრესიული. იცით რა არის, მე რასაც ვაკვირდები, დროის ამბავია ამ ოპერაციის შემდეგ დეპრესია დაგემართება თუ არა. დროის ანუ ყველა პონჩი გემართება? აი ნუ დეპრესია მოდი ასე ვთქვა. ზუსტად ხასიათის შეცვლა. ხო, აი უხასიათის შეცვლა რა. ყველა შემთხვევაში არ გემართება, მაგრამ მე რაც ჩემს გარშემო ვიცი, აი წლების შემდეგ შეიძლება დაიწყოს ეს, შეიძლება აი მე მაგალითად მინახავს ანალიზებს ის რიგში ატირებული ბავშვი, რომელსაც არ უნდოდა ამ ოპერაციის გაკეთება, გაუკეთეს და რო იკლებდა არ იყო კმაყოფილი და ტიროდა. აი ესეც აი დედას უნდოდა რომ გამხდარიშვილი ყოლოდა. და აი ეგ კატასტროფა, ხო და აი იცით რა არის უნდა იყოს შენი საზოგადოებაც მზად იმისთვის რომ მიგიღოს ისეთი როგორც ადრე გიღებდა და უნდა იყოს შენც, იმიტომ რომ ეხა მე კიდე ძალიან ბევრს ვაკვირდები როგორც საზღვარგარეთ, არ ვარ მარტო ქართულ ჯგუფებში გაწევრიანებული და ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა ამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ. ვერ შეინარჩუნეს ოჯახი. იმიტომ რომ აი იმ ხელა ცვლილებები ხდება ხასიათის მხრივაც ჰორმონალური რაღაცა. აი ეხა 70 კილო დაუშვათ ქვიშა დავდოთ აქ. აი ეს 70 კილო ქვიშა როცა გაიტან, ხო დარჩება რაღაცა სიცარიელი არა? აი ის ხო რაღაცნაირად გავსებდა, ემოციურად გავსებდა, პლუს კიდე ქალის შემთხვევაში რაღაცა დასკვნა მაქვს წაკითხული, ცხიმში არის ის რაღაცა დანამატები, ხო, ჰორმონები, რაც რეალურად აზროვნებაში გიწყობს ხელს, ხასიათში გიწყობს ხელს, ანუ ცხიმი არის ყველაფერი და რა ვიცი მე, შუმერებიც ცხიმიან და მსუქან ქალებს აღიქვამდნენ ღმერთებად და ნაყოფიერების იმად. გამომხატველობაც მაგათი, ხო, მსუქანი ქალი არის სიმბოლო ნაყოფიერების. და აქედან გამომდინარე ახლა, ხო, ვერავინ ვერ გაიქცევა იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ხასიათზე. ეს კულტურალური და ეპოქალური ცვლილებები არის, ხო? ადრე იყო, ვთქვათ, ჭარბწონიანი ადამიანი სულად არ იქმებოდა, როგორც ჭარბწონიანი, არ არსებობდა ეს გაგება ჭარბწონიანი, ხო. ესეთი იყო და ესეთი მიმოება ქონდა ხალხს. ჭარბი წონა ვინ დაადგინა, მერე დაადგინეს მე-20 საუკუნეში, რომ თურმე ეს არის ჭარბი წონა, ეს კარგია, ეს არ ვარგა. აი ზუსტად ისტორიულად ადამიანი ცვალებადი, ვთქვათ, რა თქმა უნდა, ცხოვრობს ადამიანი და იცით რა არის, აი ზუსტად ეგ ჭარბწონიანობა ალბათ თვალშისაცემი მაშინ გახდა ჩემი აზრით, როცა უკვე შემოვიდა ეს ფასტ ფუდი და აი მასობრივად დაიწყო ის, რომ ხალხმა ამის ჭამა რო დაიწყო, მატება დაიწყეს, ხო, მატება დაიწყეს თუ არა, ეხა პირველყოფილური წყობიდან დაწყებული, მაგას ვინ შენიშნავდა, ეხა კენკრა ვის გაასუქებდა და ვის მოამატებიებდა, ხო? ხო, და აბა აი დღეს კიდე ყველაზე ძვირი კენკრა ღირს, რეალურად რო დავაკვირდეთ, ხო? არადა სასარგებლო. ხო, აი წარმოიდგინეთ ადრე რაც წარმოადგენდა მთავარ საკვებს, დღეს ყველაზე ხელმიუწვდომელი არის დაუშვათ საშუალო ფენისთვის. კი, იმიტომ რომ შეიცვალა რეალობა რა, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ. მე იმედი მაქვს რომ რაღაცა წლები გავაშლება ჩვენ ვერ მოვესწროთ ამას, მაგრამ რაღაცები კაცობრიობა გადააფასებს ბევრ რამეს და რაღაცა ან საკვები ფორმირდება ისე რომ ხო, მაგ პროცესი მიდის აქტიურად. მართლა ყველა კუჭებს ვერ დაიჭრის ახლა. არა, გამოიწვია. მან უნდა აღინიშნოს ბარბარა, შენც აღნიშნე რა, მე ჩემი მხრიდან ყველა შემთხვევაში ვეთქვი, რომ ჩვენთან სამედიცინო გუნდები, ვინც მუშაობს საქართველოში, ყველა უკლებლივ ორიენტირებულია ამ ოპერაციების სწორი ჩვენებებიდან გამომდინარე გაკეთებაზე. ნებისმიერი გუნდი, ნებისმიერი ჩემი კოლეგა სწორად აფასებს ამ მდგომარეობას და პაციენტს აძლევს ამ ოპერაციის გაკეთების საშუალებას თუ არის უშუალოდ სამედიცინო ჩვენებები და არა მარტო პაციენტის სურვილი. და სამწუხაროდ აქედან ასე ვთქვათ, გადარბენაზე მყოფი პაციენტები არიან ისეთები, რომ წავალ თურქეთში გავიკეთებ, ქვეყანას არ ვადანაშაულებ. ხო, საზღვარგარეთიდან ჩამოდიან და აქ იკეთებენ. შესაძლოა აღმოჩნდა ის მსხვერპლი, როცა შენ არა გაქვს ჩვენება, სრულიად სხვა გზით უნდა იდგე ამ მიმართულებაზე, წონაშკლებასაც შეეხება და ამ დროს იკეთებ ოპერაციას. ხო, მართლა იქნებ შოკოლადის ჭამა გაკლებიებს, არა, რაღაცა სხვა მეთოდები მუშაობს და არა მაინც და მაინც თქვათ ოპერაციული გზა. გემრიელი ჭამაო აღარ გამოზდითო ბარიატრიის შემდეგო. შენთან როგორ არის გამავალი?
მე აი არც ერთ ინტერვიუში არ მithქვამს, მაგრამ ეხლა თქვენთან რადგანაც პროფესიასთან პირდაპირ კავშირშია, ჩემი კუჭი თავიბრძოლო იყო ლიტრა ნახევრიანი. სუქა იმ ადამიანის კუჭი, რაც მე ვიზუალურად ვიყავი, არ მქონდა. მქონდა პატარა კუჭი. ბატონმა დავითმა თქვა, რომ ეს იყო მეტაბოლური სიმსუქნე. საკვები, რომელიც ეხლა თქვენ ზუსტად იცით ხო, გასუქებდა, ვერ ვინელებდი, გადამუშავების პროცესი არ მიდიოდა ორგანიზმში და არა იმიტომ რომ ბევრს ჭამდი, ხო. და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ის შეზღუდვა, რომ აი ცოტა ჭამე და კიდე მინდა შეგრძნება მაქვს, არ მქონია. არანაირად არ მქონია. ხა ეს დანაყრების და სიამოვნების ამ დოპამინის პროცესების ამ მთელი ნეირომედიატორების გამოყოფის პროცესები შენარჩუნებული. კი ბატონო, გემრიელად მიირთმევ. აბსოლუტურად. გემრიელად საჭმელს, ანუ გემო არ შეცვლია ჩემთვის, აი ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე იმასაც, ეხლა მე სხვების ნათქვამით უფრო გამოვდივარ და მე ჩემს თავს ვადარებ, რომ აი გემოები შემეცვალა იმის სუნს ვეღარ აღვიქვა. ვაიმე, ტოლმა ჩემი საყვარელი საჭმელი. ხალხი კომბოსტოს ვეღარ ჭამს და ბრინჯს. ჩაგეტყვა, ეხლა ტოლმასთან როგორ ხარ? იდეალურად. მე სანდიელო თორ მიყვარს. ტოლმა და პიცა ძალიან მიყვარს. უი? პიცა? და მუსულა პიცა? იცით რა არის? პროშუტო ფუნგი გიყვარს თუ კვადრიფორმაჯი 4 ყველით მიყვარს? ანანასის მიყვარს საქართველოში არ არის, მაგრამ ნუ ერთი სიტყვით ეხლა. რეალურად ამ მოცემული დანიშნულებების ბოლოში წერია ერთი რაღაცა. უსმინეთ თქვენს თავს. მე როცა მივხვდი, რომ იმაზე ფიქრი თუ რას შევჭამდი ძალიან სტრესავდა, მივხვდი, რომ ჩემს თავს უნდა ვუსმინო და როცა ვუსმინე და მივხვდი რისი ჭამაც მინდოდა, მივხვდი, რომ ცუდი რაღაცები არ მინდა. და ადამიანის საშუალო ცხოვრების ხანგრძლივობა ხო არის, მოდი ავიღოთ 60 წელი, ჰა? ავიღოთ ეს მინიმუმი რა, ზღვარი. ამ 60 წლამდე, ხო, 60 წლამდე მე მაკლია კიდე 55 კი არა 35 წელი. ამ 35 წლის მანძილზე მე ვერ შევიზღუდავ ჩემს თავს იმაში, რომ პიცა არ ვჭამო იმის გამო, რომ არ მოვიმატო. მოვიმატებ, დავიკლებ. აი ამასთან მივხვდი, ხო, ანუ მე ჩემს თავთან მაქვს შეთანხმება ის, რომ ეს რაღაცა მინდა და არ შევჭამო, აი როგორც წეღან გითხარით რა, ერთ ნუტრიციოლოგს უსმენდი, რომ შენ რო რაღაცა გინდა და არ ჭამ, შეიძლება იმდენი რაღაცა სხვა ჭამო, რომ იმის დეფიციტი შეივსო, რომ ჯობია ადგე და ის შეჭამო. ხო, წარმოდგენის დონეზე შეიძლება სულიად რაღაცა სხვა რაღაცები ვითომ ჯანსაღი ჭამო, მაგრამ იმ ჯანსაღს მერე კიდე ის დაემატება და რეალურად ეხა როცა ვიცი რომ ერთი ნაჭერი პიცა, რეალურად აი 8 ნაჭრიანი პიციდან ერთი ნაჭერი, აი ძალიან თხილი ნაჭერი, ხო, მყოფნის და შეიძლება იმის ნახევარი შევჭამო, აი ხინკალი რომელიც კუჭიანად შემიძლია ვჭამო ერთი ცალი მაქსიმუმ და ის აი თუ ძირებს გამოვაღრღნი, 3 ცალი შემიძლია შევჭამო, საშუალო დიდი არა, საშუალო ხო, რატო არა როცა ამას ყოველ დღე არ ვჭამე. აი შეიძლება ორ თვეში ერთხელ ვჭამო, სამ თვეში. შეგარგოს ღმერთს. მადლობა, ოღონდ არ მომაბატე. ხო, შეგარგოს ნიშნავს სწორედ რომ ზუსტად მოხმარდეს იმას, რაც ჩვენი სიამოვნებაც არის და კალორაჟის მოთხოვნა. ხო, მთელი ცხოვრება ვერ იქნები მართლა ციციბურაზე და იმაზე, რომ აი სულ აკონტროლო და იცვა და ასექნა და ისექნა. პლუს ამას კიდე მომღერლის კარიერა კიდე სხვანაირი არის რა. სხვანაირ ემოციებთან გიწევს ჭიდილი, როცა საზოგადოების წინაშე გადიხარ და საზოგადოების წინაშე ახსენე. ეხლა შენ ახალგაზრდა თაობა ხარ და თქვენ თაობაში ბევრად უფრო მაღალი და ასე ვთქვათ ღია მიმთვენთის მიმღებება რა. ანუ ჩემ თაობაში უსულ კრიტიკული რაღაცის ის იყო განკიცხვის თემა იყო ყველაფერი რა, ნებისმიერ რამეზე ხა წონაზე არ ვიძახი ხო, უფრო ისე იყო რა, რაღაცა დაკეტილი თემები იყო და არ მიიღებდა ზოგი რაღაცის გამო. შენს აი ამ თაობის ჭრილში რომ შეხედო, ყოფილა თუ არა შენი წონა ვიღაცის მხრიდან ან ბულინგის ან განკიცხვის თემა, ხო? არა, თავისუფლად გაიზარდე და თავისუფლად გავიზარდე, იმიტომ რომ აი როგორც ეხა სადაც არ უნდა წავიდე, ყველა აღნიშნავს რომ ხასიათი. ჩემი ხასიათი ყველგან დამყვებოდა მე, დიდ წონაზეც, პატარა წონაზეც. მაგრამ ნუ რაც იზრდები, ხვდები სად რა უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, ვისთან როგორ უნდა იყო და მე აი სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს ტოლებთან, ხო, აი დაახლოებით 14 წლიდან შეხება ნაკლებად მაქვს, იმიტომ რომ სუდით ხალხში მიწევს ყოფნა რა, პროფესიიდან გამომდინარე, ხო, იმათთვის კი სულ პატარა ვარ, მაგრამ მე ხო
ისმენ და იმოშვები. ბავშვობიდანაც ეხა მარტო გავიზარდე სოფელში ჩემი ტოლერა ვინ იყო სუდით ხალხში მიწევს ყოფნა და მიყვარს აი იმ ადამიანების მოსმენა ვინც ჩემზე მეტი იცის რა. ლაპარაკი არა, მოსმენა მიყვარს რა. და აი დარიგებას რო გაძლევენ და ის აი მირჩევნი ადამიანს ეგონოს რომ არაფერი არ ვიცი და სულ ჭკუის რიგების პროცესში იყოს, ხო? ვიდრე ჩემი სიმართლე მომტკიცო თავიდან ბოლომდე რა, იმიტომ რომ იმაში ძალიან ბევრ რაღაცას დავიჭერ. იმასაც რაც მე ვიცი და იმასაც რაც არ ვიცი. და აქედან გამომდინარე, აი ჩემს სტოლებთან ნაკლებად მქონია შეხება და ზურგს უკან ახლა რას ლაპარაკობენ? აბა მე რა ვიცი, მეც ბევრს ვები ლაპარაკობ ზურგს უკან. ჩაკეტვა რა, მაგარი გოგო ხარ. კარგი. იცი რა, მე გრძნობ ზუსტად იმას შენში, რაც შენი ასაკისათვის ხშირი არ არის ჩვენ ქვეყანაში. ანუ შენ მიგიღია გამოცდილება სხვისი გამოცდილების გაზიარებით, რასაც ახლა არ დასტურებ და ეს იგრძნობა. ეს იგრძნობა. შენ ძალიან ზრდასრული ხარ შინაგანად, მიუხედავად ბავშვური სიხალას რაღაცა აი ამ ხო, ლაღი ვარ ძალიან, ყველა მაგას მეუბნება ხოლმე და აი ზუსტად ლაღი არის სიტყვა, რაც აღწერს რა, რომ აი როცა რაღაცა ესე დიდურ მასში ვარ ხოლმე სიტუაციაში, სულ ეგზიუპერის სიტყვები მახსენდება ხოლმე პატარა პრინცში, რომ ადამიანი რო იზრდება, ავიწყდება ვინ იყო და სუმანდ ვარ ხოლმე რა, რომ არ უნდა გავიზარდო და იქ ყოველთვის უნდა დავინახო ეს სპილო გველში და არა ქუდი. მისი წიგნის მიხედვით რა, აი ზუსტად ეგრე. კარგი, შემდეგი კითხვა. სტანი სამოსი, შენი სამოსი. ქონია თუ არა მაგალითად საოცნებო სამოსი, რომელიც გინდა რომ მოირგო, მოგიხდებოდა და შენი წონაში ტრანსფორმაციის თვალსაზრისით აღთა თუ არა ის სურვილები, რაც ჩაფიქრებული ქონდა, რომ აი ამას ჩავიცმევდი სცენაზე, ამ სიმღერისას ამას მოვირგებდი, ამას მოვიხდენდი, ან ვიღაცა ვთქვათ, ყავს სიმბოლო, რომელიც შენთვის რაღაც წამახალისებელი დრაივია, ასე ვთქვათ. აი ეს რაღაცები თუ შეიცვალა. აი, სიმართლე რო გითხრათ, ჩემი ხასიათი ასეთი რო არ იყოს, ისე თავში შევარდნილი ვეგონებოდი ვიღაცას, რომ ძალიან ჩემი სიმბოლო ვარ მე. ანუ მე თვითონ მქმნი ჩემს სტილს და ისეთი რაღაც არასდროს არ მომდომებია, რაც ვიცოდი, რომ ჩემი ზომა არ იქნებოდა. აქ მაგალითად, რო ვიცოდი, რომ ჩემი ზომა არ იქნებოდა, არ შევდიოდი მაღაზიებში, ან სხვას თუ შევყვებოდი და დავინახავდი, ვყიდულობდი რა. რა თქმა უნდა, თუ მომეწონებოდა, ისე რომ აი უგემოვნოთ, როდესმე მეცვას იმის შემდეგ, რაც უკვე ჩემით დავიწყე არჩევა რაღაცების რა. ანუ სოფელში ხა ისეთი სიტუაცია იყო, რომ რაც იყო იმას იცმევ რა, არ არის არჩევანი. ზომა გერგება, всё, ჩაიცვი იარე. და არც პრეტენზიული არ ყოფილა, რომ ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, დედა რასაც ყიდულობდა, მეცვა ის და როცა უკვე ჩემით დავიწყე შემოსვა და ის საიტები ახლა ასე ოვერსაიზის ხო, ოვერსაიზი, ну, პუტყუნების ხაზი ასე რომ ვთქვათ რა. ხო, მასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა ონლაინ საიტებს და პლატფორმებს აქვთ მაგის მხარდაჭერა, რომ შეგიძლია $10-12 იყიდო შესანიშნავი ტანი სამოსი კაბა გინდა რა გინდა. იყენებდი ამ საიტებს და კი, აი სულ ეგეთი ისინი მეცვა ხოლმე და ის რო აი რო გავხდები მე ჩავიცვი, არც კი მithვალიერებია ის აი ან დაუშვათ. თანამდევად მიყევი შენ პროცესს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ მე ჩემი თავის მიმართ აგრესიის გარდა არაფერი არ გამიჩნდებოდა და ჩემზე კარგი ვინ შევიყვარო, ძალიან მიყვარ ჩემი თავი. ძალიან მიყვარ ჩემი თავი და მაქსიმალურად მაშვებოდი ხოლმე რომ აი არ მქონოდა იმისი შეგრძნება რომ ჩემი ზომა არაფერი არ იშოვება. აი ერთი წამით არ მქონია მაგისი შეგრძნება რა. ყოველთვის ვშოულობდი საქმე იყო ფინანსების საქმე. ხო. და რაც შენ წონასთან მიმართებაში იყო პროპორციული. კი ბატონო, ხო, ანუ საქმე ყველაზე საფიქრალი იყო ის, რომ მეშობა ფინანსები, რომ ეს მეყიდა თუ არა. ზომა როგორც ასეთი არასდროს არ იყო პრობლემა. კარგი, ხშირად გაგვიგია რომ ბარიატრიული ოპერაციის მერე ან ისედაც ზოგადად დიდი რაოდენობით ციფრების დაკლების შემდეგ, თქვა ეს უნიშნად ციფრებია საუბარი, ხო? 10 კილო, 15 კილო, ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენი სხეული ტრანსფორმაციას განიცდის, ხო? ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში წონაში კლება ისე მტკივნილად არ აღიქმება. ცალსახად პლასტიკური ქირურგი ვარ, ბევრი ყოფილა ჩემს ხელთ ასეთი პაციენტი გავლილი, ვისთანაც გვიმუშავია ამ მიმართულებით, ხო? შესაბამისად, დაგჭირდა თუ არა შენ, ან ამ ეტაპზე ხომ არ ფიქრობ, სხეულის რაიმე კორექცია, რომელიც შენთვის რაღაცნაირად უფრო მოიხდენდისავით. ხო არ ყოფილა, ან ჩარევა აქამდე, ან ხო არ გაქვს სურვილი? აქამდე ჩარევა არ ყოფილა, იმიტომ რომ ფაქტობრივად კლების პროცესი მაინც მიდის, 2 წელია გასული და
დრო უნდა იყოს გასული, რომ ეს ყველაფერი მოხდეს. მაგრამ აი ფიქრის დონეზეც არ მქონია, იმიტომ რომ მე ხლა კატასტროფულად არ გავმხდარ ვარ ისე, რომ აი ამ გამხდარ ძვლებზე და იმაზე ხორცი დამეკიდოს. მაინც სავსე ვარ, რო შემომხედავს ადამიანი, ანუ წეღანაც გეუბნებოდით რომ მოვედი, მე ვარ იმ მოცემულობაზე და იმ წონაზე ვიღაცა, ვინც იკეთებს ამაზე რა. ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინც არ იცის, რომ მე ვინც არ იცის, არა, ნუ თუ მე არ მიცნობს და შემომხედავს, ვერ იტყვის, რომ უი ამას ბარიატრი აქვს გაკეთებული რა. იმიტომ რომ ვიცი რომ მაინც სავსე ვარ და ვიცი რომ მაინც დიდი ვარ. გამხდარი ტიპი ნამდვილად არ ხარ. გამხდარი ჩემზე არ არა, ჭარბიწონა ის რაც იყო, რაც განიცდიდი, ის აღარ უნდა, ხო. და აქედან გამომდინარე, იმდენად არ შესამჩნევი არის თვალით, არც დისკომფორტს არ მიქმნის, კიდევ ერთხელ ჩაცმა და შემოსვა არის ყველაფერი. ამ შემთხვევაშიც, წინა შემთხვევაშიც რა და ისეთ რაღაცებს ვიცმევ, რეალურად აი თვითონ აღნაგობაც არ ყოფილო არ დონდღლო, ანუ ესეთი ის არ ყოფილო. და შეკრული სხეული და აქედან აი ხო, შეკრული კანი ელასტიური კანი, ხო, და აქედან გამომდინარე, ეგეთი ის არ მქონია, რომ აი მიღებულია რაღაცა ჩარევა შეიძლება კიდე თუ აი მე რო დავშვით ახლა 20 კილო რო დამაკლებია, აუცილებლად ჩარევა გახდება საჭირო ყველა ვარიანტში. ნუ პირობითად ზაობა გაქვს მაგისი, მაგრამ წონაში კლებას შენ ხელშაქნევით აღარ უყურებ. აგრძელებ ამ პროცესს. კი. ვაგრძელებ და ანუ არც ისე ვარ რო არ გაგრძელდეს, აი ახლა 20 კილო ჩემთვის ძალიან ბევრი არის რა. 20 კილო ჩემთვის რო ახლა წარმოვიდგინო, არის იმაზე უფრო რთული ვიდრე ის 70 რაც დავიკელი რა. ჩემთვის ახლა მაქსიმუმი არის მაქსიმუმ 10 კილო. და თან შენარჩუნება. აი ეხლა რა თქმა უნდა. შენარჩუნებაში რამდენად ამ ეტაპისათვის ან მანამდე შენთან ფიზიკური აქტივობა იყო მნიშვნელოვანი? ო, ფიზიკური აქტივობა. აი რა ტიპის ფიზიკური აქტივობა იყო ბარბარას ცხოვრებაში ისეთი, რაზედაც შეგიძლია თქვა, რომ როგორ არა, მე ვარჯიშობდი, მე ფიზიკურად აქტიური ვარ, მე დილას, აი რას აკეთებდი ან რას აკეთებდა? კი ბატონო, მე ვარჯიში დავიწყე მესამე თვიდან. რაც უკვე ბატონმა დავითმა მითხრა, რომ წონის კლება უკვე შეჩერდება, ნელ-ნელა რაღაცა პერიოდი აბასურო დაიკლო, რაღა დარჩები, 2 წელი როცა მიდის კლება, სულ ყოველ დღე რო იკლო, რა დარჩებიო და სამი თვიდან მივედი სპორტ დარბაზში, სარბენბილიკზე დავდიოდი ხოლმე საათი ნახევარი 2 საათი. ნუ შეუძლია ვიღაცას ისეირნოს, მაგრამ ეხა თუ ხარ ბარბარა და არ გიყვარს გარეთ გასვლა, არ გიყვარდა ეხლა, ნუ მე ძალიან მიყვარს გარეთ სეირნობ. ისე ხდება, რომ სპორტ დარბაზი ყველაზე კარგი ვარიანტი არის, მაგრამ სპორტ დარბაზში რომ მივედი ღმერთო ჩემო, იქამდე სანამ მივიდოდი, ალბათ ომი გადავიტანე ჩემს თავთან, რომ მეგონა ყველა მე შემომხედავდა მაინც მსუქანი რომ ვიყავი და აი რაღაცა კატასტროფა. იქ უნდა მიხვიდე რომ ნახვე ყველაფერი. რომ აი იქ რომ მიხვიდე უნდა დაინახო ის რომ ხალხ შენ კიდი ხარ რეალურად და ყველა თავისი გაჭირვება აქვს და არა ის რომ უი ბარბარა რა რამხელა ტიპი დგას იქ სარბენბილიკზე რამხელა დგას შეხენ. როცა მე შენ თვითონ ხვდები რომ ამის გამფიქრებელი შენ თვითონ არა ხარ. სხვა ახლა მე უკვე საერთოდ აღარ გაინტერესებს სხვისი აზრი, მაგრამ უკვე 6 თვიდან დავიწყე ოპერაციიდან 6 თვე რო გავიდა, დავიწყე უკვე წონებზე ვარჯიშის, ტრენერიც მყავდა და ნუ ერთი სიტყვით დაახლოებით სადღაც 7-8 თვე მეტი ვარჯიშობდი ეგრე. რა თავისი მიღწევებით კი ბატონო, უბრალოდ როცა ვარჯიშობდი, წონა უფრო ნაკლებად მიდიოდა ვიზუალურად უფრო მირდებოდი, კუნთი რო იზრდებოდა, მაგრამ ამ კუნთის, ანუ წონა იკლავდა, მაგრამ კუნთი იზრდებოდა და შესამჩნევი უფრო მეტი იყო ვიდრე წონა. ხო, ვიდრე წონა და ამიტომ ფიზიკურ აქტივობაზე რო საუბრობთ, არ შემიძლია ჩვენი ერთგული სპონსორი პადლობა მთის წყალს, იმისათვის რომ ჩვენს გვერდით დგას და აქვე გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორი წყალი მთის 0%-იანი ბრომატით შთააგონებს ადამიანებს მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს და ძალიანად სასიამოვნოა ეს ყველაფერი, რომ წყალი მთის გახლავთ არა მარტო ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი საშუალება, არამედ საფეხბურთო გრანდის პარის სენ-ჟერმენის რეგიონალური პარტნიორი. წყალი მთის იცხოვრე სრულყოფილად დავლიოთ ცოტა წყალი. კი ბატონო. მიყვარს მე კარგი პროდუქციის წარდგენა ყოველთვის, იმიტომ რომ ხარისხი მნიშვნელოვანია. თქვენს გადაცემაში ცუდი პროდუქცია ვერც გაიჭაჭანებს, ხო? არ უნდა გქონდეს ამბიცია, რომ აქ მოხდეს. არ გვექნება. კარგით, ბარბარა, შენი სრულყოფილი ცხოვრების გზა ვიზუალური და ფიზიკური ტრანსფორმაციის გზაზე გადიოდა? ანუ შენ თვლი რომ ის რაც გაიარე ბოლო 2 წლის მანძილზე ძალიან მაგრა წაადგა შენ კარიერულ წინსვლას და ვთქვათ სიმშვიდეს და ბედნიერების შეგნებას თუ მანამდენაც კაი ბედნიერად ცხოვრობდი, უბრალოდ ეს დამატებით რაღაცა კიდევ არის რაც შენ გამოიყენე. იცით რა არის რეალურად
სიღრმე, ადამიანური სიღრმე ბავშვობიდან არ მაკლდა რა და ვფიქრობ ზუსტად ეგ მხდის განსაკუთრებულს, იმიტომ რომ ეს ყველას არ აქვს ესეთი რაღაცა, ანუ რაღაცაზე ამის მიღმა ფიქრი რა, რაღაცის დანახulis მიღმა ფიქრი და აი არ ვფიქრობ რომ მაშინაც ძალიან ისევ ცხოვრობდი, ახლა ეს მაკლდა და ეს მაქვს. არ, იმიტომ რომ მე იმხელა მოთხოვნები მაქვს ჩემს გონებაში, ჩემი თავიდან რომ მე უნდა ანუ ის ხიდი უნდა ვიყო, რომელი ხიდიც არასდროს არ ქონია ჩემს წინაპრებს რა, ის რომ ძალიან მარტივად გამეკეთებია რაღაცეები და ამ სურვილებთან და ამ რაღაცა რეალისტურ ახმებთან არც ის მიშლი და ხელს, იმის მდგომარეობა არც ეს მიშლის ხელს. წინსულის ამბავში ეხლა როგორ ახარ? კარიერულ წინსვლას შევხედოთ, მოდი თქვათ, ან სიახლეები. აი, იმიტომ რომ მართლა 70 კილოგრამი ახსენდა, 70 კილოგრამი წეღან ქვიშის სტომრებიო წარმოსახვითი რეალობა შევეცადეთ დავუკეთ, ხო, ძალიან ბევრია რა. 70 კილო არის, როგორ გითხრათ, რა ვიცი ხა. ეს მაგიდა ხო, რა ვიცი, ძალიან ბევრია. აი, ეს მოიშორე, მაგრამ რა შეიძინე? რამე მოხდა კარიერულ თვალსაზრისით თქვა რაღაც ახალი წარმატებები გაჩნდა, ახალი ძალა მოგეცა, რაღაც ტრანსფორმაცია იყო. წინსვლა კავშირში იყო ამასთან, შენ თქვი რომ პრინციპში არაფერი არ შეცვლილაო. პრინციპში იგივენაირად ვაგრძელებ ცხოვრებასო. მაგრამ უფრო კრიტიკულად რო შევხედოთ ამას, გამოგადგა ეს წონაში კლება ბოლო-ბოლო? კარიერული თვალსაზრისით ჯერჯერობით არ დამდგარა ის მოცემულობა, რომ მე შემეგრძნო რომ წონის კლება გამოვადგა რამეში. იმიტომ რომ შენ ხარ ვინ ნიჭიერი ადამიანი ხარ, და ნიჭიერება წონასთან კავშირში არის. დახვდებით მაგაზე. როგორ თქვი, თვალები დახვჭე და მოусმინეო, როცა იყო მაგაზე. ჯვარი გეწეროს. კარგი. კიდევ რა შეცვლიდი მაგალითად ამ ეტაპზე შენს გარეგნობაში? ჩემს გარეგნობაში ამ ეტაპისთვის ანუ ხო ამბობდი რომ რაღაც არ ვიყავი კმაყოფილი, რაღაცა ისე იყო, რაღაც ესე იყო. აი ეხა ამ წუთას რა ხდება? ამ წუთას ძალიან კარგად გრძნობ თავს, აი ისე რომ აი მგონია რომ სულ ასეთი ვიყავი და არა რაღაცა დიდი წონის, აი ზუსტად ეგ არის კიდე ახმა რომ გიჭირს იმასთან შეგუება, აი ფოტოებს რო ხედავ, ეს რანაირად ვიყავი მე, ანუ რანაირად მოხდა, იმიტომ რომ შეგრძნებები ისევე ისა გაქვს რა. ადამიანურ დონეზე ადამიან ისევ ის ხარ, მაგრამ ხვდები რომ სხვა ხარ. სხვა გიქვავენ, მაგრამ ანუ წარმატების მხრივ იცით რა შეიცვალა ჩემში, ხალხი ვეღარ მცნობს. მე ჩემს დასთან ერთად თუ არ ვარ, ვერ მცნობენ, ჩემს დასნობენ და მე ხვდებიან იმას, რომ მე ვარ. მაიცა, ეგ შეიცვალა, ანუ უბრალოდ სიახლეა, თორე შეიცვალა აციკით არცაკეთ ზარს კარგი არ წვედი, უბრალოდ შეიცვალა. ხო, უფრო ცუდია ვიდრე. მოგაცავთ, მე ვარ, ბარბარა მე ვარ, ეგ თემა. ხო, ეს ჩემი და კი, მე ვარ ბარბარა. არა, ჩემს დას ეკითხებიან, თქვენ ხომ ბარბარას დახართ და ის არის ბარბარა? მაგარია. მასე ხვდებიან ხოლმე რა. ხო, ძალიან კარგი არის ეგეც და ძალიან მიხარია ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თუ ეგრე ვიზუალურად ეგრე ჩანს, რასაც მე დიდად ვერ ვგრძნობ შინაგანად იმ რაღაცა ასეთ ფოცფოცებს და ბედნიერებებს, ძალიან მიხარია და ძალიან საზოგადოება რეაგირებს ამაზე, რომ შენ იცი რა წეგან აღნიშნეთ, საზოგადოება ყოველთვის რეაგირებს იმაზე თუ როგორ მოხდა ეს ცვლილება. აი ეგ არის დამცველების აღქმა და დანახვა ძალიან საინტერესოა ყველასათვის, ყოველთვის. თმაც რო შეიღებო ადამიანმა წვერი მოუშვა, სად შეიღება პირველი კითხვა ეგ არის, სად? რა ხდება, ხო, როგორ რატო ეგ არის, ხო? ოკეი. კარგი, მაყურებელს ვეთქვი, რომ თუ ხარისხიანი ყავა უყვართ, რა უნდა ქნან, მელიტას აპარატი შეიძინონ, ჩაყარონ შიგნით გემრიელი ყავა და ერთ თითის ღილაკზე დაჭერით, ჩამოასხამს მობილური აპლიკაციით ყავა თქვენთვის საშუალო გემრიელ ყავას. ასე რომ გერმანული მელიტას აპარატები, დისტანციური პულტი არ ჭირდება, აი თქვენი ტელეფონით შეგიძლიათ ნებისმიერი ყავა ასორტიმენტი რამდენია. აი 15-20 სხვადასხვა ტიპის ყავა მზადდება. ასეთია გერმანული მელიტას აპარატები. კარგი. ბევრ პაციენტს მე პროცენტულად შეიძლება ვთქვა 40%-მდე ბარიატრიული ოპერაციის მერე 3-4 წლის გავლის ვადისას ადამიანებს უდგება კვლავ წონაში მატების პრობლემატიკა. შენ გიფიქრია თუ არა ამაზე, რომ აი მე ახლა რო გავა 3-4 წელიწადი, მე ისევ წონაში ხო არ მოვიმატებ. მაგაზე ყოველი დამატებითი ლუკმის დროს ვფიქრობ ხოლმე, როცა დავუშვათ ერთი ლუკმით ზედმეტი ან ერთი ყლუპით ზედმეტი მომივარ. ანუ ეს მუდმივად არის. ეგ არის შიში, რომელიც თან ახლავს, მაგრამ თან მე ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ ბარბარა ამდენი თუ დაიკელი, მოიმატე 10 კილო, მაქსიმუმ 15-20, ადგები დაიკლებ მე ისე.
ნუ ისტრესავ მაღაზია შენს თავს. ანუ ყოველ შემთხვევაში შიში მაქვს, მაგრამ ის რო ეს არის უსაშველო, მაგის შეგრძნება არ მაქვს. მაგას ვცდილობ, რომ ჩემს თავს ჩავაგონო, რომ ეგ არ იქნება სამყაროს დასასრული და მეტეორის მოხვედრა ზუსტად შენ სახლზე. გაშენოს სუპერ პასუხი. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მე მაგ შიშით ვერ ვიცხოვრებ. ცხოვრება ხო ირგებ, ხო, ციკლია. ცხოვრება, ცხოვრება ხო პროცესია, ციკლი და პროცესია, პროცესია რა, რაღაცა სწავლობ, თავიდან როგორც ვთქვით, რაღაცა დინება გავიწყდება, ეს, რაღაცა, ანუ როგორც თავიდან თქვით რა, ერთხელ და ორჯერ თუ რაღაცას აკეთებ და მესამედ მე იმ შევშტობ, მე ჯერ ერთხელ გავაკეთე ეს, მე მეორედაც თუ უგუნურქმედებაში არ უნდა გადაგიხდეს. მესამედ აღარ უნდა მომივიდეს ეგ უგუნური ქმედება კი რა. ბატონო, კარგი, ესეთი კითხვა მაქვს. შენი აზრით, ჩვენ საზოგადოებაში, ამ პატარა ლამაზ ქვეყანაში, საქართველოში, ჭარბწონიანების მიმართ არის თუ არა რაიმენაირად არასასურველი დამოკიდებულება? ოი, აი ეგ ყველაზე კარგი რაღაცა არის. ჭარბწონიანების მიმართ აგრესიას ისევე ბარიატრია და წონაში დაკლებული ადამიანები თესავენ. უფრო მეტად. ანუ ეს რეალობა არ არის. რეალობა შეიძლება იყოს, მაგრამ გამხდარ ადამიანს არასდროს არ ექნება იმისი აგრესია და იმისი რაღაცა პროტესტი, რომ შენ რატო ხარ მსუქანი? მაშინ შენ რატო ხარ გამხდარი? მაგრამ იცით როდის მოდის ეგ ყველაფერი? მე რო დავიკელი, შენ რატო ვერ იკლებ? მე ხო დავიკელი. ანუ აქ სულიად სხვა მომენტია. ანუ შენ თვითონ სხვას ეს ჩემი საზრით სტიმულიც არის რა. მე ხო დავიკე, მე ხო შევძელი, შენ რატო ვერ შეძელი? ხო, მაგრამ მე მაგას ხო ფორმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. მაგას ფორმა ჭირდება ყველა ვარიანტში. ესეთი არ ამკითხე. ხო, ანუ მე რო ვარ ბედნიერი წონისკლებით, ხო ვიღაცა ძალიან ბედნიერია წონისკლებით, მაგრამ მე ხავ საუბრობ როგორც დადებითზე, ისევე უარყოფითზე ჩემზე როგორ აისახა ეს. მე ხო არ ვსაუბრობ ვიღაცა ნინო ბუჩუკური, რომელიც დაიკლო და ასე იყო და ნინო ბედნიერია და ხო, ნინო ბედნიერია, მაგრამ ბარბარას ფსიქოლოგი დაჭირდა აქ, ხო, რაღაც ამ მულტივერსში ესეც მოხდა ერთი და იგივე სიტუაციიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ აი ჩემი დაკვირვებით ეს აგრესია თითქოს საკუთარი თავის მიმართ მოდის. რომ აი შენ მსუქანი აღარ უნდა გახდე და აი რასაც ვაკვირდები ხოლმე აი თავიანთ ჭარბწონიან ვერსიებს ეძახიან აი ძროხა, სპილო ვიყავი, ძროხა ვიყავი, საქონე, ამ საქონელს იცნობთ და გეგონება აი წონის კლება იდენტობას გიცვლიდეს რა. ხო და მაგის შემდეგ ვეღარ მოთხოვ საზოგადოებას იმას რომ იმიღე ისეთი როგორიც ვარ, ის ხო ძროხა იყო და ის თუ ამხელა ძროხა იყო, შენ თუ იმაზე 5 კილოთი დიდი ხარ, შენ უარესი ძროხა და საქონელი ხარ რა. აი ეს აღქმა. მაგრამ ზოგადად ეს ყველაზე საშინელება. აი კიდე ერთხელ ვიტყვი რომ თუნდაც წონის კლება, შენ თუ წონა დაიკელი, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცამ სადღაც უნდა დაიკლოს. რა თქმა უნდა. ეს იმას არ ნიშნავს. ხო, სამყაროში ბედნიერება გახდა მთავარი კომპონენტი და იმის კეთება, რაც შენ ბედნიერს ხდის, იმიტომ რომ დეპრესია ისედაც ყველას აქვს სამსახურიდან გამომდინარე, უძილობა ისედაც ყველას აქვს და შენ თუ ბედნიერი ხარ, კლებით იყავი და ვიღაცა თუ იმ პურის ჭამით და ცომეულის ჭამით არის, ხო ღმერთმა შეარგოს მართლა და გაუმარჯოს, იმიტომ რომ არავის არ უცხოური, არავის ცხოვრებით, ყველა ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობ, ყველა ჩვენი გზა გვაქვს, გავლილიც, გასავლელიც და ის რომ მე თავს ძალიან ბედნიერი ვგრძნობ და შენც უნდა გამოცადო ეს, ხო? აბა იმის გამოცადე ჯერ და მე თუ გაგიხდება სანატრელი ეს მე ვნახო. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას, ადამიანს უთხრათ, ეს არის მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. მე შემიძლია გაგიზიარო ჩემი გამოცდილება, გისურვო სიკეთე, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო. არავითარ შემთხვევაში შენ ესექენი, ან შენ ისექენი, არავითარ საკუთარ გამოცდილებას გიზიარებ, თუ გინდა ისიც. თუ არ გინდა, მაგის აუცილებლობაც არ არის. რა თქმა უნდა. და კიდე აუცილებელია ის ფაქტიც, რომ ბარიატრი ვისაც აქვს გაკეთებული განსაკუთრებით მათ, ხო აი ზუსტად მაგეთ მივდივარ. ვისაც აქვს დამამძიმებელი მარტივად თუ თქვა, აი ეს სიმსუქნე, რომელიც აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც აისახება ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, გენერაციულ ფუნქციაზე, მათ შორის ნაყოფიერებაზე, ან სოციალურ აქტივობაზე, აი ვინც აწუხებს ადამიანს და გადადგას უნდა ეს ნაბიჯი, რას ურჩევს ბარბარა სამხატვრო. მაშინ როცა თქვენ ამ ყველაფერს უკვე შესამჩნევად გრძნობთ, კი იცით რა უნდა ქნათ და კი ჩართავთ ყველაფერს, მაგრამ როცა ეს ყველაფერი არის შეუმჩნეული და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, რომ მაქსიმალურად გავურბოდი, შეიძლება ითქვას, ვარგებდი ჩემს ცხოვრებას, ამ ჩემს წონას, მაშინ უკვე ძალიან რთული არის ესეთ ადამიანს რაღაცა რჩევა მიცე რა, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ეგ ადამიანი და ვიცი რომ აზრი არ აქვს, აი, აზრი არ აქვს, ლაპარაკი, მაინც არაფერს თვითონ, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის, რომ დროის ამბავი არის, რა დროის ამბავი არის, როდის წამოგიდებს
ფეხს ეს ყველაფერი. მე ამ შემთხვევაში მიშველა იმან, რომ დროულად თქვენი ეს ყველაფერი და უფრო მასშტაბური რაღაც არ მიეცა, თუნდაც ის, რომ დიაბეტისკენ არ ვიყავი წასული, მაგრამ სხვა ზედაზღვართან მქონდა, არ იყო ის, რომ გადამწდარი იყო, მაგრამ ხო პრედიაბეტის ის იყო და წლობის ამბავი იყო, 3-4 წლის ამბავი იყო მე, როდის დამიდებდა ფეხს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე აუცილებელი არის ის, რომ ექიმებთანაც ხშირი კომუნიკაცია მე თვითონ არ მიყვარდა, მაგრამ აუცილებელი ყოფილა დღევანდელი ჰაერის მდგომარეობიდან გამომდინარე ელემენტარული რას ვთქვათ, რას ვჭამთ უკვე ვისაც სოფერი აქვს განსაკუთრებით მათ ძალიან რთული არის ამ ყველაფრის გაკონტროლება და რასაც ვერ ხედავთ და გრძნობთ უნდა გაიგოთ რატო გრძნობთ და რატო ვერ ხედავთ. ხო, დააკვირდეთ საკუთარ თავს და ექიმებში აუცილებლად ექიმი დაინახავს ანალიზებში ყველაფერს რა. და ChatGPT-ს ბევრ რაღაცას მოუყვებით, იმიტომ რომ ექიმება ბევრად მეტი იციან, ხო. იმიტომ რომ ის გთავაზობს ეს ერთი რაღაცა, ეხლა თავის ტკივილი და ძვალის ტკივილი შეიძლება ღმერთმა დაგვიფარო სიმსივნესაც გქონდეს და იმასაც გქონდეს, რომ დაუშვათ გცივა და ვირუსი გაქვს, ხო? და აქედან გამომდინარე, ეხლა იმან რა იცის შენ რა. დიაგნოსტიკა საჭიროა ოღონდ პროფესიონალისტად. კი, სისხლში ჩახედვა საჭირო თორე ესე ვიზუალურად ძალიან რთულია. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ვილაპარაკებდი შენთან ერთად. ბევრს დავისაუბრებდი, თუმცა მაყურებლისთვის მე მგონი ძირითადი გზავნილება მიღებულია. შენ ძალიან დიდი მადლობა. ბარბარა, ძალიან დიდი მადლობა. მართლა უპრეცედენტო საინტერესო ლაპარაკი შედგა ჩვენ შორის და წარმატებები შენ ყველა გზაზე და ვარჩი. მიხარია რომ ესე გაიცანი. წარმატებები. დიდი მადლობა. თქვენ კი მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოვყრით. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის